საფრანგეთში ვიყავი, ცელში მუშაობდი, ავიღე მაშინ გრანტი, მე მგონი 9 წლიანი. და მან დამემართა ყველაზე დიდი დეპრესია იმასაკისთვის, რომელიც მაშინ მქონდა რა. მე დამემართა კიდე უარესი, მაგრამ აი მინიმუმი რა დაგჭირდება, რომ თქვათ შენ გააკეთვა YouTube-ზე და 1-2 ის მაინც მოიზიდო რაღაც მსმენელი შენი მეგობრების გარდა. აი აუდიოს თუ აკეთებ საერთოდ არაფერი არ გჭირდება, მაგრამ 4K ვებკამერებიც კი 4K ვებკამერები BS-ში ხსნიან მარტო თავის პოტენციალს. გამარჯობა, ეს არის მეცნიერება ყველასათვის და რიგით სინქრონირების სტაჟი და ვიწყდა. არ გჭირდება. მაინც მოდი აბა. უმაგისოდ პერფორმანსი არ გამოდი. გამარჯობა, ეს არის მეცნიერება ყველასათვის და დღეს მეც და ლუის ერთ ფიზიკურ სტუდიაში ვიმყოფებით. და გილოცა ლუი. მეც გილოცა. მოკეთ ჩვენ იშვიათ თანაკვეთაში ვართ თბილისში. და ეს არის ჩვენი მე-100 ეპიზოდი, რომელსაც წერთ 8 თებერვალს. და 14 თებერვალს არის ანუ დღე როცა ავტვირთე პირველი აუდიო ფაილი იმაზე SoundCloud-ზე 18 წლის 14 თებერვალს 2018 ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 7 წლიანი მუშაობა გვაკავშირებს და მერვეში გადავდივართ, ესე გამოდის. ეს ცოტა გვიან გამოვა და ასე რომ მაინც. ხო, ესე გვიან გამოვა, იმიტომ ამ ეპიზოდს წერთ, რა თქმა უნდა, ჩიტერულად, იმიტომ რომ ეგეთ თანაკვეთა აღარ მოხდებოდა დიდი ხანია. ამ ეპიზოდს წერთ, როცა ჯერ 93 არა გვაქვს გამოსული. არა უშავს. მაგრამ ხო და არ ვიცით რა მოხდება საქართველოში. ამ ქარიან ამინდებში, პოლიტიკურ ხარისხლებში, მაგრამ ჩვენ მაინც პოდკასტზე ვფიქრობ. ხო, მაგრამ გზა ისა ხო, რაღაც შენგან თელილი მე რანო ჩემო მაინც დარჩება. დასაუკუნოდ მან ჰუნეთვის. ხო. ხო. ოკი. და ჩემო ძმესა. ძალიან ბევრი გავიდა დრო რატომღაც ისე და ეს საუკუნესავით არის და ერთ ხრივ არ მოველოდი რომ ეს ამდენი ხანი გავიდა 7 წელი, მაგრამ მეორეს ხრივ დაფიქრდე მთელი რაღაც ეპოქამ. გაიარა ეს სუბიექტურად, თორე რავი რაღაც არ ფიქრობ და ეს ნომრები მოემატა და ისე გახდა 80 და ეს დავიწყეთ 90-იანების ჩაწერა უკვე რაღაც და 100 სადაც თან მომიწია ჩამოსვლა როგორც იქნა საქართველოში 2 წლიანი პაუზის მერე მე მგონი 2 წელზე მეტი არა ყოფილვარ და აი ესე მშვენივრად დაემთხვა. ეს არ იყო გასაშვები შანსი. მართალია და უცნაური ეპიზოდები გვაქვს ცოტა, ანუ ჩვენ ნუმერაცია სინამდვილეში ალბათ ფაილი 100-ზე მეტის გვაქვს ატვირთული. უბრალოდ ომის დროს მაგალითად ძალიან მოკლე ეპიზოდებს რო ვაკეთებდით, იქ ნუმერაცია დავიწყე, ანუ სრულფასოვანი ეპიზოდი მეთქი არ არის, ამიტომ ეს არის 9 და 1 მეცხრედი, მე 9 და 1 მერვედი და ანუ ის ხო ცოტა უცნაური ნუმერაციების ეპიზოდები გვაქვს კი. კანონიკური მე-100 ეპიზოდი იქნა. ხო იყო ეს AB და რაღაც ხო კი. ან ნაწილებად დაყოფილი. ეს ერთი ეპიზოდია უბრალოდ, ნუ ახლა 4 საათიანი არასმენად იქნებოდა. არ უშავს. შეიძლება იქნებოდა ეს ჩვენ არ ვიცით. რაზე იქნება ეს ეპიზოდი? იქნება რატომ დავიწყეთ ეს პოდკასტი? იქნება სექცია როგორ დაიწყო თქვენი პოდკასტი თუ დაგჭირდებათ ოდესმე, ან თუ მოგინდებათ ოდესმე და იქნება კიდე ერთი ალბათ სექცია იმაზე საიტკენ შეიძლება წავიდეს ჩვენი პროექტი ამის შემდეგ, ხო? ალბათ, ხო და აი რამდენად ამოწურა თუ არ ამოწურა ეს პოდკასტის ჟანრი ჩვენმა ესა მუშაობამ, ხო. მოგეთ მე დავიწყებ ჩემით, მაშინ თუ შენი დაიწყებ. ანუ დაიწყე, მოდი არის შენ დაიწყე აი საერთოდ იდეის ავტორი შენ ხარ და აი როგორ გაჩნდა ეს იდეა და სად იყავი როცა მოკლეს კენედი და ეს იმით დაიწყე. მე ვიყავი მაგ დროს როცა მოკლეს კენედი არა. საფრანგეთში ვიყავი, ცელში მუშაობდი. ავიღე მაშინ გრანტი მე მგონი 9 წლიანი. და მან დამემართა ყველაზე დიდი დეპრესია იმასაკისთვის, რომელიც მაშინ მქონდა რა. მე დამემართა კიდე უარესი, მაგრამ მაშინ ძალიან დეპრესიულად ჩავმძორდი და მერეც მომიწია რაღაც პერიოდი კიდე დავჩი მე იქ რაღაც relationship მქონდა და distance და ამიტომ ნახევარ დროს ვატარებდი ჟენევაში, ნახევარს თბილისში და მივხვდი რომ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო
უსარგებლოდ ვგრძნობ თავს. იმიტომ რომ ხვდები რომ აქ რაღაცნაირად მეგობრებიც ყავს, აქ რაღაცნაირად ასწავლი უნივერსიტეტში და იქ როცა მიდიხარ უბრალოდ მუშაობ და სანამ მუშაობ მანამდე ისეთი შეგრძნება რომ სანამ მუშაობ მარტო მანამდე ჭირდები იმ საზოგადოებას. რაღაცა მერიტოკრატიული ხაფანგში ხარ ესე ვთქვა. ხო, შეიძლება ცუდი ან არასწორი ისა მაქვს შტაბჭირება, მაგრამ სწორია. რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აი საქართველოში რომ უმუშავერი დავჩე, მაინც რაღაცნაირად დამაფასებს ის წრე რომელშიც მე ვმუშაობ, რომელშიც მე ვარ. და იქ რაღაცნაირად თითქოს ეს არ აქვს ესეთი უსაფრთხოების ბალიში სოციალური თვალსაზრისით. და პლუს მივხვდი რომ ეგეთ ვითარებაში მაშინ არ მინდა ანუ უნდა ვიმუშაო და ვიხადო გადასახადები, ნუ მე არ ვიხდი როგორც ცენის, ხო, მაგრამ პრინციპში მუშაობ, ემსახურებ იმ საზოგადოებას იმ ქვეყანაში და რა არაფერი და შეიძლებოდა შენ საზოგადოებას ემსახურებოდა რაღაცა ბოლოს და ბოლოს ის გაძლევს ამ ბალიშს. პლუს არ იყო მაშინ ქართული პოდკასტები ბევრი, ანუ იყო ეს ნიკოს პოდკასტი. კი. რომელიც მე აი ჩემი არ იყო რა. ანუ თემა ერთი-ორი ეპიზოდი მოვისმინე. თემა აქვს ხო რა. ხო, ნუ ანუ მივხვდი რომ აი ჩემი პოდკასტები ეგ არ არის და მე უფრო მიყვარს უფრო ძალიან ვიწრო და აი ძალიან ჩაშლილი დეტალებში, რაღაც სისულელებში. მაგით უფრო ვკაიფობ, ვიდრე ეს ზოგადი რაღაც მიმოხილვა ბოჰემური ცხოვრების ან ბოჰემური რაღაც ნიუსების არ მაინტერესებს ეგ რა. ხო და მაშინ იყო რამოდენიმე ინგლისური და რამოდენიმე რუსული პოდკასტი, რომელსაც ვისმენდი და ერთი არის ძალიან ცნობილი რუსულენოვან წრეებში რადიო ტე ქვია, რადიო ანუ რადიო ტექნოლოგიისავით. ერთი იყო ძალიან კარგი პროგრამისტი არის, რომელიც ახლა საფონდო ბირჟაზე მუშაობს შტატებში. ჯერ ანუ უკრაინელია, მე ისრაელში ცხოვრობდა და მე US-ში გადავიდა. გრინი. და ერთი იყო, არა. და ერთი იყო Yandex-ის lead technology და lead technologies რაღაც. ოკეი, ხო, გასაგებია. გრიგორი ბაკუნოვი თუ რა, ვინმეს თუ ეტყვის ეგ სახელი რამეს. ხო და მოკლედ აი მივხვდი რომ იმ პოდკასტებში ანუ 4 საათიანი პოდკასტებიც იყო და 3-იანებით ანუ ესეთი რა. 6 კაცი იკრიბებოდა ხოლმე, ზირთად აი ეს 2 ადამიანი იყო. მაშინ გამოდიოდა საინტერესო ეპიზოდი, ერთ-ერთი თუ აკლდებოდა არ მუშაობდა და რაც იყო აი ძალიან დეტალებში ჩაშლილი IT რაღაც ნიუსები და პროგრამების არქიტექტურა და ყველაფერი და მივხვდი რომ არაფერი არ მესმის საერთოდ. აი საერთოდ არ მესმის, მაგრამ ვისმენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ტიპები მომწონს და როგორც არჩევენ და როგორც ხუმრობენ და როგორც შლიან თემებს და მე ერთ წელიწადში მივხვდი რომ დაპროგრამება თვითონ არ შემიძლია. მაგრამ ძალიან კარგად გავერკვიე, როგორ არის მოწყობილი. რა რისთვის არის და ისინი. Backend, front-end რაღაც პროგრამები რისთვის არის, თქვა JSON-ი სად უნდა იხმარო, Docker-ს კონტეინერებს რატომ ხმარობენ. ანუ ეგრევე დირექტორი რო გახდე რა პროგრამირების ფირმის გაართმევ თავს, მაგრამ სადღაც ქვედანაირიდან ვერა. სარი ქართული მიდგომა პირდაპირ დირექტორის თანამდებობიდან ვიწყებ ხო? არა, მაგრამ უფრო იცი რა რაღაცა პროგრამისტების თუსოკაში თუ მოხდებიან кейპში. არ შეცხვები რა, ეგ ხალხსაგონება რომ მაგარად ჩახედული ხარ кейპში. არა, რაღაცაც იცი კიდევ. კი, რა თავარია ისეთი ტონით თქვა, რომ ისინი ესე ვთქვათ. არ არის მართალი. სინამდვილეში როცა გავარკვია, მე მომიწია ჩახედვა რა. მე რაღაცებს ეთქვა ჩემი კოლეგა მეკითხებოდა რა და მივხვდი რომ კი ვპასუხობ ინტუიციურად რა. მაგრამ მე როცა ჩავეძიები ვიკიპედიასაც გავხსნი იქ რაღაც დავიხმარებ რაღაც რესერჩებს გავაკეთებ დოკუმენტაციას დავიკითხავ სწორად მაქვს რაღაცები გაგებული და არქიტექტურულად ანუ სწორად მივხვდი რა ხდება შიგნით რა ბევრ რაღაცაშია თქვათ Linux core როგორ არის მოწყობილი თქვათ ან აი ეგეთი რაღაცები რა ძალიან ელემენტარული აი ანუ უფრო მივხვდი აი ეს big picture როგორ მუშაობს ხო და რაც მომინდა უბრალოდ რაც მაშინ მომინდა გავაკეთო ეგეთივე ოღონდ ფიზიკაზე. რომელშიც აი კი სადღაც შეიძლება რაღაც ეპიზოდები იქნება გაჭრილი რა, მაგრამ თუ ისმენ ეპიზოდიდან მივხვდები რომ უფრო მეც და მეც იგებ ამ საუბრიდან. ხო და თან აი ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით ახლა იქ მაინც უფრო სტრუქტურირებული რაღაცა იყო. აქ ცოტა ისეთი ხო უფრო დიდი თემაც არის ახლა. არა, ნუ იქ როგორ არის 7 ნიუსი აქვს, რომელსაც არჩევენ და 7 ნიუსის გარშემო მუშაობენ და ყველას თითო-თითო აქვს აღებული და ასე შემდეგ რა და ჩვენთან ეგრე არ გამოდის მარტო ვაკინ რო ვართ
და პლუს ფილმების გარჩევაც გვინდა და sci-fi-ის დაკავშირებაც გვინდა და ისეც და საბოლოო ჯამში მეცნიერება ყველასათვის ამ პოდკასტს ქვია იმის გამო რომ უკვე მქონდა პატარა გვერდი Facebook-ზე რომელზეც ვდებდი ნათარგ სტატიებს, რაღაც პოპულარულ სტატიებს. პოპულარულია ეს არის Fizork ეგეთი საიტი. და იმას ვთარგმნიდი ქართულად რაღაც პატარა სტატიებს და მინდოდა მაშინ ვიღაცები დავითანხმო ჩვენ უნივერსიტეტში რომ აი თქვენც თარგმნით და მაშინ ესეთი რაღაცა სხვა სახელები მქონდა რა თქმა უნდა იდეების დონეზე, მაგრამ ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა, არ დავასახელებ რომელმა, ერთ-ერთი კოლეგამ მითხრა, რომ ეს კაი სახელი იქნებაო, ეს და არ ქვიო რა, უპრეტენზიო და ყველასთვის მისაღები და ვიფიქრე რომ მეთქი კოლაბორაციაში რადგან უნდა ვიმუშაო. ესე დავარქვა ამან როგორც თხოვა. ხო, კი. სამაგეროთ ალბათ ის დამეხმარება, მაგრამ არც ერთი სტატია იმას არ დაუდია მე. ნუ არა, ეს არ რა ვიცი, მყოლია ისინი ჯგუფის წევრები, მუსიკალური ჯგუფის წევრები, რომელიც არაფერზე არ უკრავდნენ და უბრალოდ მოდიოდნენ ხოლმე, ლუდს ვავდნენ და რაღაცებს ცამბობდნენ და რაღაცნაირად იყო მაინც ძალიან ეს ადამიანების ისა წვლილი ძალიან საინტერესოა. არა, შემთხვევაში აუცილებელი. ამ შემთხვევაში ეგეთი რაღაც არა, უბრალოდ რომ დაგელაპარაკა და რაღაც გულთან ახლო მიიღო უკვე რაღაც ძალიან კაია ხო. არა, მე არ ვაყოფილი ეგეთი. მე უფრო ველოდებოდი რომ აი ვთქვათ ერთი რამოდენიმე პროფესორი ვთქვათ თარგმნის ან დაწერს თავის სტატიებს. შეიძლება ეს თარგმნის ვარიანტი ეწყინათ რა. რაღაც დებილობის სტატიები იყო, მაგრამ მეორეს მხრივ რა ვიცი, მე ვეუბნებოდი რომ აი აქედან ვიღებ ამ სორსიდან რა. ხო და რა შეგიძლია შენი წერო. ეხლა ვთვლი რომ ეგ საესარგებლო რაღაცა იქნება. ქართული პოპულარული ჟურნალი მეცნიერებაზე საჭირო არის. იმიტომ რომ საკუთარ ენაზე თუ არ იღებ ამ განათლებას ვერაფერი ვერ ჩაგინაცვლებს. ანუ ეს ტერმინოლოგიის რაღაც ცოდნაც ხო. ანუ რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, ანუ ეს გვერდზე რო ვცდილობდი, მეც რაღაცების დადებას, ანუ ძალიან ჩქარა გითავდება ეს ტელეფონში რაც გააქვს მასალები და რაღაც შენი პირადი სამუშაოდანაც ეს თემები მაშინ ერთ თემაზე უნდა გადახვიდე და შენი ლაბ ცხოვრება უნდა დაიწყო იმის გაშუქება რაღაც ლაბიდან პოდკასტი და ნუ ეს ხშირად მიწევდა რაღაც ინსპირაციისთვის ჯერ ამ Fizork-ზეც შესვლა რაღაც ადრე იყო ეს IF Love Science რო იყო ეს სანამ შეიცვლიდნენ მე პატრონეს და ხლა pseudo science-ზე გადავიდნენ მაგრამ სანამ იყო ხოლმე ანუ მეორეს მხრივ აი ქართულად მაგის გადათარგმნა იმდენად პოპ ფორმატი იყო იქ აი ერთდროულად გეხამუშება მაგრამ აი Fizork-ი მეორეს მხრივ არის რაღაც სტატიის გადმოწერა ხო Fizork-ი არის ხო მოკლედ ანუ ჩვეულებრივი დაწერილი სტატია ანუ ეს უკვე რა არის წყაროდან ხარ დაშორებული უკვე სამი საფეხურით რაღაცა და ეს ძალიან იკარგება მაგაში სასარგებლო ინფორმაცია რაში უნდა იყოს მაშინ მე არ წინააღმდეგი ვარ, მე ან პირველი ან მეორე წყარო მიყვარს ყველაზე მეტად. და იკითხე მაშინ ორიგინალი. ხო, ანუ აი მაგ ხრივ ბევრი სამუშაო, ანუ უნდა გადაშალო ხოლმე Nature-ი, ხო, რაღაც წაიკითხო, იქიდან არჩიო, ის კი არა და რაღაც პროტეინის ახლებური დახვევის კვანტურის გამოთვლები გააკეთეს, ანუ ეს არის რაღაც უფრო დიდი თემის ეპიზოდი და ანუ ეს ძალიან ბევრი უნდა ეძებო. ეგეთი რაღაცები, ხო? და ეს იმაზე კარგია ხოლმე Fizork-ებზე და რაღაცებზე, იმიტომ თემატიკებია, კოსმონავტიკა, ისა ბიოლოგია, ის გადაული ტოპ 10-ებს ნახავ და იქიდან აარჩევ ერთ რაღაც, ხო. მაგრამ იოლია, მაგრამ ნუ იმდენად უკვე იოლია, რომ შრომა რო არ დევს იმაში ეთყობა რა. აი, ხო, მაგრამ თარგმნაც შრომა არ არის ეგ. არა, ნუ არის შრომა, მაგრამ რა ვიღაცამ შეარჩია და აი, ხო. ეგ პრობლემა მაქვს. ხო და მოკლედ პოდკასტის დაწყებისთვის ერთი ნაბიჯი მაკლდა. ვისთან ერთად ჩავწერო ეს პოდკასტი და რამოდენიმე ადამიანი მოვსინჯა, ყველას გამივიღე უარი და ლუისთან რომ მიხვდეთ რა კავშირი მაკავშირებს რა. ლუისთან ძალიან ახლოს არ მეგობრობდით ისე რომ აი ძალიან გადასული მეგობრები, მაგრამ რამდენჯერაც ქონდა შეხება და საუბარი, ან რამდენჯერაც გამოსულა სტუმრად თქო. იმდენჯერ აი გზნობდი რომ რაღაცა დრო ისე გადის რომ არანაირად არ მირთულდება, აი ზოგჯერ არის რომ მოვა შენ და სტუმარი და ფიქრობ როდის წავა. და ზოგჯერ არის მოვა სტუმარი და აი არავითარი დისკომფორტი არ შეგექმნა. რაღაცა ძალიან ბუნებრივად ხარ და მივხვდი აი სულ მქონდა ისა თუ sci-fi-ზეც უნდა ვილაპარაკო. ლუი აუცილებლად მინდა პოდკასტში რა.
აი ჩემ sci-fi-ის იმას სიყვარულის ისტორიას მოვყვები ამის მე ხო და თან ვიფიქრე ისე რომ რადგანაც ლუიც წასულია პოლონეთში ამიტომ მასაც ექნება ეს სოციალური თვითშეგნება ძალიან ისე გამწოვებული და შეიძლება ადვილად დავითანხმო და ჰოისაუცრება ძალიან ცოტა ეპიზოდია ჩაწერილი ლუის გარეშე ნუ ძირითადად ინტერვიუები ხო ინტერვიუები ეს სოლო პოდკასტებს არ წერ ამიტომ ლუი რო არა ეს პოდკასტი არ იქნებოდა რო იცოდეთ იმის და მიუხედავად რომ ძალიან მინდოდა მაგ პოდკასტი გაკეთება იმიტომ რომ აი სხვა ადამიანი ვერ ნახე ამ თემებზე სასაუბროთ. ნახავდი ალბათ მე ვერ ნახე. მე ვარ პათოლოგიურად ზარმაცი პოდკასტის წევრი, რომელიც მიკროფონსაც კი არ აყენებს და არც იმეებს. ეხლა სათდავდა ის ჯუკა მომცა ეხლა მილიონი კამერა და 1 წლის მერე ყველაფერს დავაყენებ სახში და ეს იქნება იმუშავებს. ანუ მე ჩვენ ხარ რადგანაც ბიუჯეტური პოდკასტი ვარ, ამიტომ მივეცი ვებკამერა რომელიც eBay-დან გამოწერეთ შესაკეთებელია. შევაკეთებ ფიცა ვინჩესტერი ანუ SSD რომელზეც ადგილი ახლა აღარ გამოელება და კომპიუტერის სწრაფად ჩაიტვირთება და აწი ისა უნდა იყოს რამი გაქვს ხო რამი მაქვს ნუ არ არის სუსტი უბრალოდ დაკავებული მაქვს რაღაც ჯანკი ხელი ხო და ეხლა ეს იქნება არ მაინტერესებს მაგაზე დავაყენებ იმ digital audio workstations რომელშიც ამ ყველაფერს ჩავწერ და ეს იქნება ცალკე დისკი ამ ყველაფერს და ვიდეოსაც დავაკაპჩურებ არა ამაზე სისტემა ჩააყენე კაცო ამ დისკზე სისტემის SSD-ზე მიყენია ეს დააკლონირე ამ ჩესტეს უფრო სწრაფია გირჩევ ხო არა ნუ იმიტომ ბოტონი იქნება ბანძი იმის ანუ random read იქნება ბოტონი სისტემის კი ბატონო მონტიკ ვერ ვიხმარ იმას არა ლიცენზირებულს და არა ხმარ ვიყიდო მაშინ არა ლიცენზირებული Windows-ს ან რამე არა გაქვს კაცო გადა იქნება ეხლა ხო გაქვს რაღაცები ერჯერადის მომცეს კლონირება გამოგივა კლონირება უპრობლემოდ გამოდის ხო ვინჩესტერზე კლონირების დროს ერთ-ერთი პრობლემა რაც იქნება პროცესორი რო გამოვცვალე მაშინ ამიყვირდა ვინჩესტერი და დაჟე ამ პროცესორის ან მაზერბორდს რო ცვლი იმის ID-ზე არის მიბმული ხოლმე ეს Windows-ი ვინჩესტერის გამოცვალზე არ იყვირებს ანუ მე ხა დისკის ნაწილი მაქვს გაფუჭებული და ეხლა ყველაფერია ერთ partition-ზე ან სისტემაც ეს ჩამწერი პროგრამებიც და 1-2 რაღაც ძველმოდური თამაში რომელსაც ხანდახან თამაშობ და ტორენტებიც იქ კაჩება ყველაფერი არის ერთ partition-ზე და ეს როდის აფეთქდება ველოდები რომ მე კოცონის გარშემო ვიცეკო ეს ხო და არა ხო დაკლონე და ის იხმარი როგორც სათვალე ორი ვინჩესტერი იდება შენებებში ალბათ კი არ ვიცი თუ არიდება მოკეთე კი არა გამორიცხულია რომ ერთი ის კონდეს კაიგა არა კი ხო არ მართლადეს არ იქნება კი ვნახავ რა თუ რამეა და იმ 1 ტერაბაიტიანს დავაარქივებ და მეორეზე გავაკეთებ რა 2 ტერაბაიტი ეს დააკლონირე მთლიანად და გეყოფა ყველაფერს კი და იმას გავაუქმებ რა იმ ჩემ დისკს რა მაინც უფრო ის ერთიანი ან კონდეს ათადარიგო შენახული ო კი ანუ ეს ერთი იქ დევს ჩემი სადოქტოროს დაკრაშულ partition-ზე რომელზეც აღდგენას ვცდილობდი არაერთხელ მაგრამ ყველა ფაილი გაფუჭებულია მაინც ისა და ვერ არ მინდა რომ დავაფორმატო იმიტომ რომ საერთოდ წაიშლება და ვერც აღდგენას ვერ ვახდენს რაღაც ისე რომ ვიცოდე რომ ყველაფერი აღდგა და ეხლა სათითაო ანუ იქ არის ასობით ფაილი ტექსტუალური რომელშიც არის ეს data და ეხლა ნაწილი მაინც ბექაპები არ ქონდა ონლაინ მქონდა ბექაპები და რაც ბექაპებით მაქვს ეხლა რაც მაქვს და მაგრამ აი სულ ყველა აი raw data რასაც ქვია ანუ უბრალოდ აკრეფილი იმ სენსორებიდან რაღაცები დეტექტორებიდან ნუ არ მინდა ეხლა რომ წავშალო ისე ტყუილად იმიტომ რომ მაინც არის შანსი რომ ის კონკრეტული ფაილი რომ ეცოდინე რომ დამჭირდება იმის ნაწილს მაინც აღვადგენ და იქ მრუდის რაღაც ნაწილი იქნება გაფუჭებული და ნუ ის არ იქნება პრობლემა ეხლა მაინც იმას შვები ხოლმე ვამარტივებ იმიტომ რომ იქ 1000-ობით წერტილს არ ვაგებ ხო უბრალოდ basic shapes იმისთვის ვაკეთებ ხოლმე სტატიისთვის თქვა ხო და რავი რა კაი, ახლა მითხარი შენი ის point of view რა იყო, როცა გითხარი რომ პოდკასტები ჩავწეროთ და შენ როგორ გახსოვს ეს ისტორია? ანუ მე ვიყავი ძალიან ახლა ვარ აი ისტორიის და ეს რაღაც ძალიან დიდი მოყვარული და
მე ხშირად უსმენდი ხოლმე ეს რავი ეხო მოსკოვის არსებობდა იქ ქონდათ ხოლმე რაც მეორე მსოფლიო ომზე რაღაც ისა და ამ ფაილებს ვიწერდი. ცნაპაბედი არ ხომ მგონი. კი, შეიძლება. და პირველი ვერსია იყო აი დიმარსკი არ მიყვარდა და ზახაროვი რო ყავდათ. აღარ მახსოვს რა ერქვა ხო. ვიდის რედაქტორისა ერთ-ერთი ჟურნალისტი იყო. და ის ყავდათ კიდე ევგენი ბუნტმანი წერდა რაღაც ფსიქოდელიურ გადაცემებს რაღაც თემებზე და იმას ხანდახან უსმენდი ხოლმე ჯასტისა და ესეც იმებს სხვა რადიოებშიც უსმენდი უბრალოდ თემატურ გადაცემებს ძირითადად ის იყო ისტორია და ვიწერდი ისინი იყო MP3 ფაილები იდო ხოლმე და იმას ვიწერდი მაშინ მქონდა iPhone-ი და ანუ სახში უნდა გადმომეწერა ის უნდა გამეხსნა ეს პროგრამა რაღაცა უბედურება რომ მოყვებოდა იმ პირველ ეხლაც შეიძლება მოყვება აღარ ვიცი და დამეს შემეყარა იქ დამესნქრონო და ეს უნდა მყოფნო და ის გაზომბილი მქონდა ეს დრო რამდენი ხანი მეყოფოდა ანუ რუსთავში ცხოვრობდი სვადრე და იქ რუსთავიდან თბილისში და თბილისიდან რუსთავში ანუ მინიმუმ უნდა მყოფნო და მე წავედი პოლონეთში და მე შემოვიდა უკვე რაღაც პოდკასტები და უსმენდი რა ბევრ პოდკასტს მე უსმენდი მაგალითად ესეთ ამერიკულ პოდკასტ tangentially speaking ეს არის რაღაც ლინგვისტიკის თუ რაღაც ეს პროფესორი პენსიაზე გავიდა, იყიდა კემპერი, ანუ სახლი თავისთათვის გაყიდა, იყიდა კემპერი და კემპერში ცხოვრობდა და ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ვიღაც საინტერესო ხალხს სტუმრობდა და იწერდა, უბრალოდ ჯას რაღაც საუბრებთ. მე ძალიან მოდაში შემოვიდა ეს პოდკასტი და მე უსმენდი ადრეულ იმ ჯო როგანს. კი სანამ ანუ აი ეს ჭიდაობაზე და რაღაცებს წერდა. რესტინგზე უფრო. ხო, ანუ მე მახსოვს ის ოქტაგონი რო ბავშვობაში რატო არ გვიკრძალავდნენ მაგის ყურებას, მანდ იყო ბიჭო წამყვანი ეგ და ვიღაცა such a pain და ეს ხელებს რო უტრიალენ და ესეთი ეს color კომენტარი რო იყო რაღაც ესეთი ემოციური იქიდან რაღაც ფორმატი ალბათ კაი იყო და ნუ მე რო რაღაც პოლიტიკის და ფსევდომეცნიერების და ვიღაცებს მოწვევა დაიწყო მე დავიკიდე და რაღაც ის იყო რა დებილობა და ნუ რაღაცებს უსმენდი მაგრამ არც ერთი პოდკასტი არ იყო კარგი ანუ არც ერთი არ იყო მთლიანად საინტერესო ან რაღაცნაირად დაძაბულ თემებში გადადიოდნენ ან როგორც ისინი ზედმეტად ბაძავდნენ რადიო გადაცემებს ეხლაც არის ეგეთი პოდკასტები რაღაც ან ტელევიზიის ფორმატია უფრო უბრალოდ ზიან და რაც თოქ-შოუსავით არის, აი მე ეს არც არ არის ბოლომდე მე მგონი კარგი. ან არის რადიო გადაცემას ბაძავენ და კითხულობენ იმიდან ფურცნიდან რაღაც უბრალოდ სტატიას. დავით ესე კითხულობენ. და ნუ პოლონეთში მე ვიყავი უკვე ამოდენიმე წელი, ანუ მე წავედი 2012 წელს მე მგონი ნუ უკვე გასულ მე არ მქონდა ესეთი ძალიან anxiety, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მე იმ მეტალ საზოგადოებაში ვიყავი ჩართული, ან პირველივე იქ რაც გავაკეთე, ჩავწერე სად არის მეტალ ბარი და მე იქ წავედი და იქ აღმოჩნდა რომ არის ესეთი გუმბათიანი სარდაფი, რაღაც ესეთი მუსიკა უკრავს, ვიღაც ტიპი მელოდია ესეთი მზის იქ ბართან. ვიღაც ტიპები კუთხეებში ზიან და ყველგან დგას მანეკენები, ესაა ტყვიან ფქვევის ისინი. იქ იყო ესეთი დიდი წითელი ტყავის სავარძელი შუაში და მე ვიყიდე და იქ ესე დავჯექი ტყას არა. და ნუ პირველი მასე არაფერი, მე ვიღაცები მოვიდნენ რაღაც ისე. პოლონურის ვიცოდი უკვე მაგ ეტაპზე, იმიტომ რომ რაღაც სამ კვირაში რაღაცები დავიწყე ლაპარაკი იოლი იყო. მე კონცერტებზე დავდიოდი და ნუ არ იყო, მაგრამ ეს იყო ეს ძალიან მონოთემატური ისა და ესეთი ის იყო რა, ერთი მუსიკალური თემა რა, ნუ ეს საერთაშორისო თემა, ამიტომ არ იყო მაინც და მაინც რომ მე არ მაქვს იმაში როლი, იმიტომ რომ ძალიან კაი როლი მქონდა რაღაც ისეთი პატარა უცნობი ქვეყნიდან ვიღაცა ესეთი რაღაც პერსონაჟი, რომელიც იცის მუსიკა და ეს რაღაც მაგ ხრივ არ მქონდა მეცნიერებთან ვინც მუშაობდნენ, ნუ იქ იყო უფრო დაბალი ის იყო აქტივობა, იმიტომ რომ ნუ იქ კი არის გასვლები ხშირად, მაგრამ ნუ იქ ცოტა სხვა მიდგომა არის, ესეთი კოლეგების ფართები რაღაცა და ძალიან ჩემთვის გახდა ძალიან ერთფეროვანი, ძალიან მალე. ერთ-ერთი ნუ ის იყო რომ თვითონ ეს თემები რაც იქ იყო, ვინც პოლიტიკაზე რაც იყოდნენ
ემოციური მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთან. მეორე მხრივ ის იყო, რომ რაღაც მაინც ეგზოტიკა ვიყავი ალბათ მაინც და ხშირად მიწევდა რაღაც ტურისტულ შეკითხვებზე. იმის გასა ეს ამომივიდა ყელში, აი ძალიან მალე. მაგალითად ფული გვაქვს თუ იმებს აქ ქვია. არა, ნუ ხო რუსეთთან რა კავშირშია საქართველო რა ენა, იქ ხო რუსული. ფული გვაქვს თუ ნიჟარებით. არა, ესეთი თლათ ესე არ იყო, მაგრამ ნუ იყო მაინც რომ აი მთები უიმე ნამყოფი ვარ საქართველოში და რა გემრიელია, ხაჭაპური და რაღაც ხო გემრიელი. კი. და რაღაც ესე იყო რა, ეს მე აღმოვაჩინე ის რომ იყო ორი გოგო პოზნანის რომელიღაც უნივერსიტეტში საქართველოსდან იქ სწავლობდნენ და მაგათ გააკეთეს რაღაც ქართული პოლონურად თუ პოლონური ქართულად ესე ერქვა YouTube-ზე დებდნენ იმებს და მათ ჩაწერეს ეპიზოდი აი პოლონური კაცების შებმის მომენტი რაღაც ისეთი დაწერეს და ნუ იქაც ცოტა ისე რაღაცნაირად მოხვდათ მაგათ იმასაც ხასიათს, იმიტომ რომ უმეტესობა ერთი და იგივე ფრაზით იწყებდაო და ეს რაღაც უფრო ემოციურად ბობოქარი ქვეყნიდან რო ხარ ძალიან ლეიმობა არ დავარქვათ, იმიტომ რომ ნუ იქ ახლა იქ ნორმალურია ეს რაღაც ისა და ნუ მაგის გარდა რაღაც მაინც ხო გინდა უფრო ესეთი ემოციები. ხო და ნუ მე მოვიდა ის რომ ჩავწეროთ ეს გადაცემა და ნუ იქ დავინახე მე რომ ის ძალიან ბევრი შემიძლია გავაკეთო აი ისე ფანტასტიკაზე მაგალითად მე გავიზარდე ქალაქ დედოფლის წყაროში. ხო, ქალაქიც არის და რაიონული ცენტრიც არის და არის ძალიან ანგრძლივი ჩვენ წელთაღრიც ხვამდე 3000 რაღაც წლიდან არის იქ ძალიან ისეთი რაღაც და ძალიან ბევრი რამდენია მოსახლეობა? მოსახლეობა არის 5000-მდე ალბათ სულ მთლიანი მეებიან, მაგრამ იქ არის ბევრი საწარმო ესეთი ინდუსტრიული მძიმე ინდუსტრიის მამაჩემიც იქ მუშაობს. ანუ მამაჩემი არის სამთო ინჟინერი და აქ კირქვის კარიერა. ეხლა უკვე დირექტორის თანამდებობამდე ავიდა. ჩემი თავიდან იქ იყო სამხედრო ნაწილი, რომელთაც იმ რაკეტებს უშვებდა. არისტოვიჩი რომელშიც დაიბადა? კი, ზუსტად იგივე ნაწილში მსახურობდა დედაჩემი, რაც არისტოვიჩის მამა. არისტოვიჩის მამა იყო ვიღაც გენერალი, არ იყო ოფიცერი, იყო სამხედრო ნაწილში და სამოქალაქო სპეციალისტი იყო ელექტროქსელების დედაჩემი. და მე ნუ ერთხელ რომ დაიშალა ეს ყველაფერი და ერთხელაც ჩაქრა შუქი და ტელევიზორის მულტფილმები გაწყდა. რაღაცა ხო უნდა გვექნა ეს მე ვიყავი რავი რაღაც მე-3 კლასში და რაღაც დრო გავიდა და მე დავიწყეთ კითხვა მე ჩემმა და იქამდე მივედი მე რომ წავიკითხე ალბათ მთლიანად 2 ბიბლიოთეკა იყო დედოფლის წყაროში და რაც რამეს შეიძლება და წაკითხვა ეს ყველაფერი წაკითხული მქონდა უკვე და იქ რომ მივდიოდი უკვე შიგნით. სახში გატანა თუ შიგნით უნდა გიქცე? არა, შიგნით არ ქონდა აზრი, ანუ უკვე ძალიან ადრევე გაგვიცნეს რომ რაღაც გიჟები ვართ და ესე. ანუ იქ უკვე საცავშიც მიშვებდნენ და იქ მე ვაგროვებდი ეს რაღაც ამხელა 10 წიგნს იმი მქონდა, იმას კითხულობდი ერთ კვირაში და მე რაღაცნაირად უკვე მიტყდებოდა რომ ამდენი რომ გამოვიტანე და მე ისე ვფიქრობდი რომ რაღაც ძალიან მალე ხო არ კითხულობ და მე ორჯერ ვკითხულობდი ხოლმე. ერთ წიგნს რო ვამთავრდებდი, მე ვატრიალებდი და ისო თავიდან ვკითხულობდი ხოლმე, იგივე ეს ორჯერ ვკითხულობდი ერთი და იგივე წიგნს და ზოგიერთი წიგნი მასე მაქვს დაკითხული 10ჯერ 15ჯერ რავი. ანუ რომელი მაგალითად, აი რომელი განსაკუთრებით მაგალითად რობერტ ჰაინლაინის წიგნები მაქვს დაკითხული მილიარდჯერ და კიდევ ის მაქვს საკითხული ჰერბერტ უელსი ძალიან ბევრჯერ. ჰერბერტ უელსი, ანუ მაგრამ 3-ზე მეტჯერ არც ერთი არ გაკითხული. ხო, ანუ ძალიან ის იყო. ანუ მე მიყვარდა პირველი ადამიანი მთვარეზე, ეს მიყვარდა საოცრად, ანუ. მე მიყვარს ის სამყაროთა ომია, ეს ჩემი საყვარელი წიგნი. ხო, ამასთანავე მოვისმინე აუდიო წიგნი და ძალიან კარგია რა. კიდე ერთხელ დავწმუნდი, რამდენად კარგია. მე ხა ფილმებს რო უყურებ, ნერვები მეშლება ხოლმე, იმიტომ ძალიან წარმოდგენილი მაქვს ყველაფერი უკვე ძალიან ესე დეტალებში იქ როგორც წერდა იმ კონკრეტული გამოცემის წიგნი რომელიც ჰქონდა. ეხა იმის მერე რო რაღაც ჰოლივუდს უყვარს რაღაც სერიალიც გადაიღეს, იქ მარსი საერთოდ არ არის.
ანუ მომავლიდან თუ პარალელურ სამყაროდან შავი ხვრელით გადმოდიან ადამიანები და რაც EMP-ით კლავენ ხალხს და საერთოდ შუაში არ არის საერთოდ უბრალოდ ესე ქვია და ნუ მაგაზე ძალიან მეშლება ხოლმე ნერვები. მე მქონდა რამოდენიმე ის რა ქვია, რამოდენიმე მომენტი რაც დამახსოვდა კადრად. აი იმდენად შთამბეჭდა თქვა რამოდენიმე ფრაზამ თუ აბზაცმა რომ აი ძალიან კადრები მახსოვს მაგალითად იქ აქვს ერთი მომენტი აღწერილი როცა ეს სამ კაპირო დადის რა ერთ ფეხზე რო დადგება battle tripod და ის ამ დროს ელვა გაიელვებს და ის სილუეტი რო გამოჩნდა დაინახავს აი ეს ორ ფეხზე დამდგარს და მოგეთ აი ეს ჩამ ეს ერთი მოძრავი იმის ერთი კადრი რო და ის გიჟთან ამოიკეტა ანუ გიჟთან რო გაგიჟდება ის კაცი საბოლოოდ იმასთან რომ ამოიკეტები არიან მგონთან და ძველი არ ქვია რაღაც თავისი თანამდებობა აქვს რევერენდ თუ რაღაც არ მახსოვს და რუსულ საგამოში იყო ვიკარი ოკეი ხო და აი მაგ დიალოგები და მაგ დიალოგები შთამბეჭდა რომ აი მართლა ძალიან გიჟივით არაადეკვატურად რო ესკალირებს ის კაცი როცა ეს აქედან ცდილობს ჩურჩულით ისაუბროს და ყვირის და ის რაც რო არ აქვს აუდიტორია და აუდიტორიას რო რა დამასოდა იცი ეს რომ გაჩერდი და მე ზედმეტად დიდხანს ვიყავი გაჩუმებული და აგურებს ელაპარაკი. ხო და მე რაც იყო იმ დედოფლის წყაროში იყო საკუთარი ტელევიზია იქანდა დგას და ის ნუ რაც იყო გადაცემები რეტრანსლაცია საკეთებენ მაგრამ ეს არ იყო პირველი მეორე არხი ის იყო რაც ადგილობრივი ტელევიზია სადაც რაღაც ამბებს არაფერი ისეთი ამბები არ იყო ეს იყო 1-2 საათი დღეში და დანარჩენი მაგათ ქონდათ ის ბუტლეგური კასეტებზე ფილმები თელი ისა რა და ღამე იყო აი ღამე იწყებოდა რაღაც საღამოს იმიდან ქონდათ რაღაც ჰორორ და საინს ფიქშენ რაღაც ისინი და შეგეძლო თელი ღამე გეყურებოდა ბავშვისთვის არა მეკლა არ დართავდნენ ნებას ალბათ და იქ უყურე აი მილიონ რაღაც 80-იანი წლების trash science fictions უბრალოდ რაღაც slaves girls from beyond infinity ეს ჩემი საყვარელი ფილმი ეს დარჯერის რაღაც იმებს გავს ანუ ეს არის რომ რაღაც space ციხე არის სადაც ბიკინებში გამოწყობილი ისინი შედან რაღაც ისინი და ეს გარბიან იმიდან და იმსხრევიან რაღაც პლანეტაზე სადაც ცხოვრობს ერთი ტიპი რომელიც თურმე ეს საფარი პლანეტად აქვს და რაც რობოტები ყავს, რომელთაც ვიღაც ხალხს შეიტყუებს ამ პლანეტაზე, მე ჯუნგლებში გაუშვებს და მე ნადირობს იმაზე და იმასეთი ხერხით აჭრის მე და თავებს და იქ კიდებს თავისთან და თელ ფილმი ნუ გაურბიან ამ ტიპს და მე გარბიან. მე რაღაც პოსტაპო ფილმები იყო ბევრი რაღაც ერთი იყო მაგალითად ქალების და კაცების ტომები იყვნენ ცალკე ერთმანეთს ებრძოდნენ. ესაა ძალიან წავედი. ხო, ანუ მოკეთდა. არა, ხო, მე ნუ მაგ იმიდან აი შემექმნა ესეთი ძალიან დიდი ერუდიცია დავარქვათ მაგ იმაში და მინდოდა ყოველთვის რაღაც ესეთი მელაპარაკა, მაგრამ რაღაც კლუბებში იქაც გავწევრიან რაღაც ბოლოს ვცხოვრია რომ უნივერსიტეტში არ ქონდა მგონი ხო ეგეთი კლუბი ვიცი ანუ ჯერ არ იყო რაღაცნაირად განვითარებული ანუ იყო მარტო სუткавშირი რომელშიც რაღაც ვაფშე სხვა რაღაცებს აკეთებდნენ და ისეთი თემატური კლუბები სპორტული კლუბები ალბათ შეიძლებოდა თქვა თუ გინდა ანუ მე მუსიკის მხრივ იყვნენ ხალხი ამის როკ მუსიკას რაღაც უკრავდნენ და ჩვენი კურსელი რო იყო ეს გიორგი ინდუაშვილი იმასთან ერთად ჩვენ გამოვშვით 2 ნომერი გაზეთის, რომელსაც დავარქვით ფიზოიდი და მე ვიყავი იქ თარგმნიდი რაღაც სხვადასხვა ენებიდან ამ sci-fi ფრაგმენტებს და იქ ვაკვირდით. ალექსანდრე ბელაევის რაღაც ნაწარმოები გადავთარგმნე, სადაც იპოვეს ის ჩინგის ხანის ხმალი რაღაც და იქ მაგარი ის ფრაგმენტი გადავთარგმნე, რაც მაღალ კლდეზე იდო და ეს ტიპი ვინც იპოვა ეს როგორ მიცოცავს ანკლდეზე და ეს მთელი გრძელი ეს ეპიზოდი როგორ მიცოცავს ანკლდეზე და როგორ უჭირს და ეს ყველაფერი გადავთარგმნეს და ვიღაც წერას აქვს დაწერილი რომ ეს რომანს წერდა და უნდა აღეწერა კიბე და რომანს როცა წერო მთავარია ეს დეტალებში ჩაეშვაო რა თორე დეტალებს თუ არ აწერო ეს ადგილები არ გეყოფ ანუ ადგილზე შეავსებო რა და იმდენ საერთოდ ამ კიბეს შემიყვარდა და მაგალითად ცალკე მოძღვრობა დაწერა ანუ ეს დავიწყე იმის პოლონელი იმის კითხვა
სენკევიჩი რო არის ის ისტორიული იმებს წერს. იქაური სანიკიძე. იქაური სანიკიძე. ხო. მაგრამ რომ დავიწყე და ეს მე-19 საუკუნის მწერალია და აი ეს პირველი რაღაც რამოდენიმე გვერდი ტვინს ბურღავს რაღაც გზას აღწერს სტეპს რაღაც ლოსებს ყენებს და იმას ვერ გავცდი და გავანებე მაგით. მე რასაც ვერაზოს ვერ ვიგებდი, აი მაინრიდი არ მიყვარდა. არა, მაინრიდის ერთი ნაწარმოები ძალიან მომეწონა ეს თეთრი თათმანი თუ რაღაცა. აი ეს მომწონდა, დანარჩენებს ვერ გავამყავდი, რაღაცა იმდან დეტალურად იყო აღწერილი რაღაცეები, რომ რავი, ოკეი. ნუ თავმხედარს კითხულობდი ხოლმე სიამოვნებით, ეგ მაგარი. და ის, რა ქვია, ჟულ ვერნი არ მომეწონა, როცა წავიკითხე. აი რაღაცაად არ მოიტანა. აი ჰერბერტ-უელს მოქონდა და ჟულ ვერნი. ეს უფრო ჰარდკორია. დეტალებში იყო ჩასული რაღაც, აი. კი. ანუ ეს ჟულ ვერნი უფრო ისეთია, რა ზღაპრულია და ეს უელსი იყო რაც სამხედრო კორესპონდენტი იყო თუ რაღაცა და ძალიან ისეთი ტექნო ის ქონდა და ეგ უფრო ისეთი cool იყო. ხო, ძალიან თანამედროვე, ანუ ძალიან სხვა პერსპექტივით არის დანახული ველში რაღაცა. კი, ანუ მაგის ისინიც წავიკითხე, ფანტასტიკებია, მაგრამ აი უფრო ომზე და რაღაცაზე და ის უფრო გვიანეთ, რაც ომი ჰაერში და ეს რაღაც. ეგ ვიცი. დირიჟაბლებით და იმებით რომ ომობენ და ეს ძალიან მაგარია. და მე მაგის გაგრძელება არის ეს მე მგონი იმავე სამყაროში აქვს. რაღაცნაირად მაგი ალბათ პირველი იყო, ვინც ეგეთ სამყარო აღწერა. იმიტომ რომ მაგის რაღაც ნაწარმოებში რომელიც ქრონოლოგიურად მე ხდება, არის ხოლმე ნახსენები რომ იქ მარსთან ომი რომ მოხდა. აი ესე ჩახლართული რაღაც კროსოვერები და რაღაცები აქვს და ის აქვს ერთი ნაწარმოები, როცა მძინარეს გაეღვიძება თუ რაღაც. კი. და იქ არის რომ რაღაც ოღონდ მაშინ წარმოედგინა რომ ყველაზე advanced თვითმფრინავებს მასა და ცენტრის თანაცვლება შეიძლება ძრავები აქეთ იგიზივლიან და მასე იყო საანკიდე ეგეთი პროექტი. ხო და მოკლედ ეს იყო გამოუყენებელი ამდენი მასალა და ხო რა ვიცი რომ დავიწყეთ რაღაცნაირად ნელ-ნელა განვითარდით. ოღონდ თავიდან არ იყო ადვილი, იმიტომ რომ ეს მაინც კომუნიკაცია უფრო იმაზე ქონდა გადართული. უფრო თვითონ მეცნიერებაზე საუბარი და რაღაცნაირად არ ვიცი სნობიზმი იყო ეს თუ რა იყო გამოუცდელობა. მე შინოდასავით რომ აი ზედმეტად ტექნიკური მასში თუ გადავიდოდი, იმიტომ რომ მომისმენი ეგეთი პოდკასტები, სადაც ძალიან ვიწრო თემაზე რომ დაიწყებდნენ ლაპარაკს, აი ვერაფერს ვეღარ ვიგებდი ხოლმე და რაღაცნაირად ვცდილობდი რომ რაღაც გამემარტივებინა თუ რაღაც და ეს გამოდიოდა მე ჩემი აზრით ხა ძალიან მდორეთ და ვიღაცებმა მითხრეს კიდეც ვისთანაც ჰუმანიტარი ვინც ყავდა ეს მეგობრებიც. აუ შენ ისე უფრო კარგად ყვებიო, როცა just ყვებიო რაღაც ფიზიკაზე იმაზე და მე ხა გეტყობა რომ რაღაც ძალიან იმაზე ვცდილობთ დაყვანას რაღაც ძალიან და იმაზე სამოყვარულო დონეზე და ნუ მე მაგაზეც დავფიქრდი და რომ ხო და ესე მე ნელ-ნელა უკვე უფრო თამამად გრძნობდი თავს. ეს ძალიან ბევრი ეს პოდკასტერობა რა თქმა უნდა დამეხმარა. ანუ ის რომ ჩვენ ავარიდეთ თავი ორივე ხაფანგს, იმას რომ არ გახდა ეს როგორც რაღაცა გადაცემა ბლოგები რომ ძალიან ბევრი იყო, ეს რაღაც ძალიან თემატური, ეგ ერთი იყო საფრთხე, იმიტომ რომ ეს ძალიან ჩქარა გამოფიტავდა ჩვენ ენთუზიაზმს და მეორე ის რომ ეს არ გახდა ჩვეულებრივი ბროკასტი რომ იყო ხოლმე ეს just ტიპები რომ ისხნენ და უთემოთ რომ ის რაღაც ეს რომ თქვენი ის midlife crisis-ის სამკურნალოდ წერთ პოდკასტს და ეგ ესეც რაღაცნაირად არ მოხდა. მე ვაცნებ Facebook სტატისტიკას რო უყურებთ ხოლმე ლუი ყოვის მეგობრებო ნახე ეგ მარტო კაცები არ გვიყურებენ საბედნიეროდ, ქალებიც გვიყურებენ, თითქმის ნახევარზე. არა, მეტიც არის, ახლა ქალები უფრო მეტია და. ნუ 60-40-ია იქ ასეთ. კი. და ნუ ეს ძალიან ის იყო აღმოჩენა, რომ მართლაც შეიძლება. იმიტომ რომ ნუ არ იყო ცოტა, საზღვარგარეთ ნამდვილად უკვე იყო 1000-ობით და 100-ობით პოდკასტი, რომელიმაზეც გინდა თემაზე. საქართველოში არ იყო ბევრი. საქართველოში არ იყო. მე ვიტყოდი აი ესე თემატური სამეცნიერო იმაზე ერთ-ერთი ისტორიაზე ეს ალექსანდრეს პოდკასტი მე გავიგე გვიან, ეს საუბრები ნაპოლეონზე. აჰა, ხო. ეგ შედარებით გვიან გავიგე.
შეიძლება ჩვენზე ოდნავ ადრე დაიწყეს, მაგრამ არ ვიცი. ნუ ეს ესეთი ზოგადი ისა, იყო მე, გახსოვს პერიოდი იყო, როდესაც ამ პორტალებმა, საქართველოს პორტალებმა დაიწყეს ამ თემით დაინტერესება და შენ პანდემიის დროს. და ის რამოდენიმეჯერ მოვიდნენ კიდეც შენთან და გითხრეს რომ აი მოდი ჩვენ ჰოსტინგზე გააკეთე პოდკასტი, ოღონდ ჩვენი იყოს ის მასალები და აი მაშინ რომ ეს ძვირფასია, მაინც ეს რაღაცნაირად ეს შთაბეჭდილებაც შემექმნა, რომ ხალხს უნდა ეს, ხო? კი და მე გააკეთეს კიდევაც რაღაც Next.on-ი და რაღაცები არის. ხო, ნუ აი ისინი აი მაგას აკეთებენ, რომ ეს არის ესეთი პოპულარული სტატიები რაღაც ფიზორგებიდან და რაღაცებიდან გაკეთებული და ნუ ეს ჩემთვის პირადად უკვე არის ძალიან ისეთი რა, ჩერესჩურ. ის არის რა. პაპსა არის. ჩემი ოცნება არის, გავაკეთო რამოდენიმე ეპიზოდი, რომელზეც აი ოღონდ მაგისთვის მართლა მუშაობა მოგიწევს, ისე უბრალოდ ვერ ჩაწერა, როგორც ანუ არის ორი ტიპის ის ჩვენ გვგონებიან რა ის ისტორია იქნება, თუ სტაბილურად ჩავწერთ ხოლმე, ხო, კვირაში ერთი გადაცემა რო ჩავწეროთ, ოღონდ მართლა მოკლე რო იყოს და დაიდოს. ეგ იქნებოდა ძალიან კარგი ჩვენ. მაგრამ მეორე არის რა ძალიან მინდა შევძლოთ ჩაწერა რამოდენიმე პროექტია, რომელიც თითქოს თან ვიცით, მაგრამ დეტალებში არასდროს არ ვიცით ჩაშლა და ის კომენტების დადევნების მაგალითად სტატია როცა წავიკითხე, აი როზეტას თანამგზავრი რაც იყო. მივხვდი რომ შეიძლება მაგით აიკითხო, მაგრამ მე ნახო ეს როგორი დიზაინია. ძრავები როგორ აქვს მოწყობილი, საერთოდ რა ტიპის ის არის და რა წევის ძალა აქვს საერთოდ ამ რაკეტას. ანუ რომ კომენტას მაინც დაწევა კარგი ის არ არის მარტივი საქმე რა. თან ისე უნდა იმინა უნდა დაეწიო, იმინა უნდა მივედე. ახლა ისე უბრალოდ შემხვე ტრაექტორით დაეჯახო არ გამოვა რა. გააჩნია რა, ანუ რაც არ უნდა ქნა, მაინც უნდა სიჩქარეები გააწვას. ვენერისკენ უშვებენ ხოლმე არა ხო, მაგრამ მაინც უნდა დაეწიო, კაცო მაგას და მე ეს და. მე რაც უფრო ძალიან მაინტერესებდა მაგაზე გავაკეთე, უბრალოდ რაღაცად ვერ ჩავჯექი. აი, კონდასავით მასალაც კი შეგროვებული, რა უნდა წავიკითხო დეტალურად ამოვწერო. ხო. წევის ძალებსაც აი გადამყვა და ბაუნდები მეტრიკულ სისტემაში. რაღაც მიახლოებით მივხვდარიყავი. როგორი ძრავები არის და რამდენ ხანს მუშაობენ და საერთოდ როგორ არის დახაზული და ეგ ტექნიკური დიზაინები დევს, მაგრამ მაგის გარჩევაც ძალიან ცოტაა სიამოვნებაში. ძრავებზე ვიცი მარტო რომ იყო ძალიან ძვირი. აი მე მახსოვს რა მე შემიძლია ეგ რისერჩი გავაკეთე ხოლმე, იმიტომ რომ მე მომწონს რამე ახალ ამბავს რაღაც SpaceX-ებზე რო იყო ხოლმე თავი და მე ვიღებდი ვძვრებოდი მე ტექნიკურ დეტალებში. მაგრამ მე რაღაც ეს თემა გაქრასავით, იმიტომ რომ არა რაღაც არ წერენ ბოლომდე, თლათ ისე არ არის ხოლმე, ან ფოკუსი იმ კომუნიკატებში რაც უშვებენ, სხვა რაღაცაზეა გადატანილი და ანუ შენ ხშირად გიწევს აკრიტიკო იმათ რაც თქვეს და აი რატომ აკრიტიკო თქვათ, თან სურო კრიტიკოსი იყო, ანუ ეს განსაკუთრებით ამ კომერციული მეებს ეხება. ანუ იქ ტენდენციაა რომ ძალიან გაბერონეს მიღწევა, ანუ რამდენად დიდია და ანუ რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ ნუ გიწევს ხოლმე ძალიან ხშირად ჩამოწევა 1-3 დონით, ანუ რაღაც გააკეთეს. მე ძალიან მინდა და გლობალურ გათხოვაზე როცა იყო დიდი კლაშები, გამეკეთებინა გადაცემების სერია დედამიწის ისტორიაზე, ოღონდ ვეძებდი იმებს, გეოლოგები უფრო უნდა ეძებო თუ აი არც ვიცი ვინ ანუ პალეოკლიმატოლოგები ხო რაღაცა ეგეთები, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ხო იყო, ანუ ეგენი არც ვიცი სემრეში კარგად. სახელმძღვანელოც ვერ ნახე, რომელშიც კარგად იქნება გაწერილი და ესეთი რამდენიმე სპეციალისტი გინდა, იმიტომ რომ იყო ადრე ესე დედამიწა, რომელიც თან რაღაც პერიოდი ციოდა მაგაზე ძალიან. მერე ცოტა მოლღვა, ანუ ეგ რატომ მოხდა საერთოდ ვერ ხვდები. მერე იყო პერიოდი, როცა ძალიან ცოტა იყო ჟანგბადი. მე უცბად ჟანგბადი გახდა ბევრი და რაღაც ყველაფერს მოედო ეს წყალმცენარეები და აი ეს გადასვლები დიდი კატაკლიზმები. ანუ სიტყვა უცებ არ არის მანწორი, იმიტომ რომ ეს მოხდა. უცებ არის კემბრიული პერიოდიდან რაც მოხდა. ხო, არც ის მე სადღაც წავიკითხეს რომ დინოზავრების დახოცვაზე რომ ამბობენ, იმ ფენის სისქე არის 100 მილიონი წელი თუ რაღაცა.
განაირად არის კატასტროფა არ ქვია მაგას უკვე რაღაცნაირად რავი. ხო. ანუ ჩვენ დავიწყეთ კიდეც რაღაც იმის ჩაწერა ამ climate change-ზე, მაგრამ მე ძალიან არ მომეწონა ეს ფორმატი, იმიტომ რომ ბევრი მასალა იყო უკვე არგუმენტების სახით, წარმოდიეთ ონლაინ რასაც შეიძლება მოიძიო, ეს იყო უკვე არგუმენტები ამ რაღაცა ერთი მხრივ ან მეორე მხრივ და ძალიან გამიჭირდა მეპოვნა უბრალოდ აღწერა რა ხდება, იმიტომ რომ ეს ხო ესე მოხდა რაც დაიწყეს იმ ოკეანის ყოველ დღე მონიტორინგი იმის და მე თანამგზავრებიც გაუშვეს და უღებდნენ იმას დედამიწის სურათებს ანუ ხილულს მინუს ინფრაწითელი და აი მაგ დეიტაში პირდაპირ ჩანს, რომ რაც ტემპერატურა 50-იანი 60-იანი წლებიდან და ამ შემთხვევაში ჩემთვის ახლა მე ექსპერიმენტატორი ვარ, ჩემთვის მაქვს მნიშვნელობა მარტო მონაცემებს მესმის, რომ შეგიძლია მილიონი ალტერნატიული თეორია ააგო და მე დეტალებში დაიკარგო მთლიანად და მთელი ხალხმა კარიერები აკეთოს მარტო იმ ერთი და იგივე ფაილის დამუშავებიდან და ეს მთელი ეს დისკუსია რაღაცნაირად აი დებილობად მომეჩვენა, ამიტომ აი მთლიანად ეს შეკითხვაც არ არის მეცნიერული, იმიტომ რომ შეკითხვას სვავენ არის თუ არა გლობალური დათბობა, ხო ხდება თუ არა ანთროპოგენული გლობალური დათბობა და ეს შეკითხვა უკვე შეიცავს თავის თავში მტკიცებულობას, ხო? და შენ უბრალოდ უნდა აირჩიო, ან კი ან არა და ეს იმდენად ანტიმეცნიერული მიდგომა, რომ აი მაგაზე სუფთა სინდისით ვერ ვილაპარაკებ, ხო, ამიტომ რომ ხო. კი. და რავი, მე თავიდან რას წერდი, მარტო აუდიო იყო თავიდან, ხო? მე გაჩნდა ვიდეო. ხო, აუდიოები იყო თავიდან. სიამოვნებაში მოდი, ცოტა უბრალოდ ძალიან დაგვიკვირდეთ, ამორფული გახდა ყველაფერი. ეს პოდკასტი უბრალოდ ხო და ცოტა ის ტემპი რო ავწიოთ კი არა და ვთქვათ. ანუ ჩვენ დავიწყეთ აუდიოთი. მე ვარ გიკი, ლუი არ არის, ლუი უფრო რაციონალურია მაგრამ მე ვარ ირაციონალური გიკი, რომელიც ენრაოდენობით ტექნიკას იწყებს. გამოყენებას და ყიდვას და ცდას და საერთოდ ნაწილი ტექნიკის იყო პოდკასტისთვის ნაყიდი ნაწილი ვიყიდე, იმიტომ რომ მეგონა ადრე რომ ახალგაზრდა ფიზიოსთა ტურნირი რო ტარდებოდა, მან არის 3 ადამიანი გამოდის და სამივე საუბარი არასდროს არ ისმოდა ხოლმე და ჩანაწერებში ყოველთვის არის მინება, არა ურებადიც არ არის რა. ხო და ვიფიქრე რომ ეხლა მოდი ჩავწერ მიკროფონებს, wireless მიკროფონები და შევაერთებ ამას ყველაფერს, ასე გიმჭირდება სამარხიანი ჩამწერი და რაღაც იქითკენ უფრო წავედი. და მე მივხვდი რომ ვერაფერსაც ამას ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ ეს მიკროფონები გამოვიდა ძვირი. და კი ვიყიდე, მაგრამ მე მივხვდი რომ პრაქტიკა აჩვენეს, რომ შენ მოსწავლეს რომ მისცე რაღაც ძალიან ძვირი. კი არა, $10-იანიც კი რომ მისცე, იმავე დღის პირველ საათში გატეხავს. შეხედავს უბრალოდ ის დაიმსხვრევს. კი. ხო და მე რაღაცერად დავიწყე ყოყმანი, ხო არ ღირს რომ არ ვქნა ეს და სანამ ამაზე ვფიქრობდი, ნუ კიდე რაღაცები შემომეყიდა კიდე. ანუ 1000 რამე ვიყიდე, იმიტომ რომ მინდოდა პოდკასტის გაკეთება და ხშირად ეგ გვემართება რომ რაღაცებს ვყიდულობთ. იმის მაგალითად საქმე ვაკეთოთ. საბოლოო ჯამში ეხლა რომ ვინმე მკითხოს პოდკასტისთვის რა გჭირდება? მე ვიტყვი რომ ენთუზიაზმის და შენი იდეის ჩაწერის გარდა და იმ შიშის გადალახვის და იმ კომპლექსის გადალახვის რომ აი ჩანაწერში ცუდად ჩავარ ან ცუდად ჟღერ, მაგის გარდა არაფერი არ გჭირდება. მოდი დაგაზუსტებინებ. ანუ რა არის აი რაღაცა მაინც უნდა ის გამოაქვეყნო მე, ანუ მარტო შენთვის ხო არ ჩაწერ, ანუ აი მინიმუმი რა დაგჭირდება რომ თქვათ შენ გააკეთო YouTube-ზე და 1-2 ის მაინც მოიზიდო რაღაც მსმენელი შენი მეგობრების გარდა. აი აუდიოს თუ აკეთებ საერთოდ არაფერი არ გჭირდება მართლა, იმიტომ რომ შეგიძლია მობილურს რო აქვს ხმის voice recorder-ი. კი. მაგით ჩაწერო ტელეფონში რო საუბრობ, გაცილებით უარესი სიგნალია, იმიტომ რომ დიდად იკუშება და გადაცემის, მაგრამ voice recorder-ები, რომლებიც იწერენ, თქვათ, ხმას რო იწერს უშუალოდ ტელეფონი, იმას ნორმალური სიგნალი. დამუშავებით უფრო გამოასწრებ. აი
როგორ თქვა, არსებობს ეგეთი ეფექტი, radio voice ქვია საერთოდ რა. Radio voice რასაც შვება, ან ძველ რადიოებს ამძევს ხმას, მაგრამ ძველი რადიოები რაც იყო, აი სპექტრი თუ გაქვს, აი ეს კიდე საჭრის და შვანაწილს აძლიერებს და არაბუნებრივი რაღაცა ისეთი ხმა ლაპარაკი. თბილი სალამპო ხმა. თბილი სალამპოც არ ვიცი, რაღაცა რუსაური ხმა გამოდის და ეს ეფექტი ამ ეფექტს არ ჭირდება დიდი მიკროფონი რა, თან ძვირი მიკროფონი, მართლა არ ჭირდება. თუ ორნი ხარ და დისტანციაზე იწერთ, ხო? როგორც წესი, აი ეს ჩანაწერის ჩაწერა. просто მაინც ჩანაწერის ჩაწერის ხარისხი ხმის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ისე კომპრესირებული ხმა მოდის. თუ ამ ვიდეოს იწერ და ხმებს ისევ ტელეფონში ჩაიწერ ცალკე და მე შეერთებ, წარმოუდგენლად დიდი ბუსტი გამოდის აუდიო ხარისხში. აი იმდენად რომ ერთი ეპიზოდი ისე გვაქვს ჩაწერილი, რომ ლუის არ აქვს მეგონი მიკროფონი თუ მე მაქვს, ანუ მოგეთ თორნიკ გარჩხაძე იწერდა მობილურით და ცალკე გამოგვიზანა თავისი აუდიო და ჩვენ შევაერთეთ და გამოვიდა საბოლოო ჯამში რომ ლუის უარესი ქონდა ეს ხმის ჩაწერის ის, იმიტომ რომ რაღაც მიკროფონი კი ქონდა, მაგრამ შერეს ინტერნეტი მოდიოდა სიგნალი და ეს სინქრონიზაციაზე ცოტა შეიძლება გაწვალდე, მაგრამ ეგეც მოგვარებადია, ანუ რაღაც ეს თეორი ხრიკი არის. YouTube-ზე ვიყოს მოსმენად ფილმებში. მე და ლუი პირველი მეებს ეპიზოდებს ვასინქრონებდით ესე. ბოლო 3-ზე შენ უნდა დაგეკრა. მაგრამ მე ზუმით დავიწყეთ სინქრონიზაცია, ზუმითაც ვიწერდი და უკვე ზუმში თუ იწერ აღარ ჭირდება ეგ სინქრონიზაცია. ოკეი. ეს დაგჭირდება უფრო თუ ლუის არა და მე ვცდილობდი ლუი დავითახო, მოგეცე და კარგია რომ ლუი არ დამეთახვა, რომ ლუი ცალკე წერდეს ვიდეოს. მე ცალკე წერდა ვიდეოს, ის მიგზავნიდეს და მე აუდიოებსაც ვასინქრონებდეთ და ეს რაღაცა, მაგრამ ლუი არ დამეთახვა და ალბათ ერთი 2 თვე ჩემი სიცოცხლე მაგით იხსნა დაიზოგა. ვიდეოსთვის კი კარგია, კაი კამერა თუ გექნებათ, მაგრამ ესეც არ არის კრიტიკული ხმა უფრო მნიშვნელოვანია. გარჩევა, ანუ რა ვიცი, აი ვის აინტერესებს რა თმები ჩანს თუ არა ჩემი კადრში და შეგიძლია თუ არა ტექსტურა ნახო კანის, ანუ პოდკასტ მაგიტომ არ ისმენ. თუ მაგიტომ ისმენ, რაღაც პრობლემა აქვს პოდკასტზე, ზოგადად ფუნდამენტური. ხო, კი, აი ეგ არის რომ აი თოქ-შოუებში რომ მიდიან და რაღაც. ხო, არა, ანუ თავარია ხმის ხარისხი იყოს რა კარგი. ხო, კაია. დანარჩენი, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ხარისხის ყოველთვის შეგიძლია, მაგრამ ისევ ტექნიკის გაუმჯობესებაზე უფრო სკილის გაუმჯობესება მუშაობს თურმე, იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდი ბუსტი, აი ჩვენ პირველ ეპიზოდში და შეიძლება 30-ე, არ ვიცი, მე-20 ეპიზოდში განსხვავება ხარისხში მნიშვნელოვანია, ტექნიკა არის ზუსტად იგივე. მე-10 ეპიზოდს რო ჩაწერ პირობითად, როგორც წესი მაგდენი უნდა. მე-10 ეპიზოდს რო ჩაწერ, მიხვდები რომ პირველი ეპიზოდი არასწორად ქონდა ჩაწერილი და ეხლა რო შეგეძლო სულ სხვანაირად ჩაწერო. ხო, ეს ყოველთვის მასია, ხო. მაგრამ ნუ ამას ვერ მოარიდებ ვერანაირად თავი. რედაქტირების თვალსაზრისით ეხლა ანუ ეგ მნიშვნელოვანია სხვადასხვაის რომ შეძლო უარი თქვა იმაზე რომ აი რაღაც კომფორტულ ზონაში უკვე არედაქტირებ რაღაცას და ახალი არ გინდა. მე მოგეცე ადრე ხელით ვარედაქტირებდი ეპიზოდებს. სულ პირველ ეპიზოდებს საერთოდ არ ვიცოდი. ნორმალიზაცია არის ეგეთი რაღაცა ქვია, რომ ჩემი და ლუის ლაპარაკი მიახლოებით ერთ სიმაღლეზე ისმოდეს. ამ ნორმალიზაციას მე არ ვიცოდი, რომ არსებობს ავტომატური ნორმალიზაცია. მე ვიცოდი და არ გითხარ. არა, პიკური ნორმალიზაცია მეც ვიცოდი კაცო. პიკური ნორმალიზაცია ოღონდ არ გშველის რა. ლიმიტირება თუ რა. ხო, ანუ ჯერ კომპრესიას რო ადებ, ცოტა და ლიმიტირება. მე ისე მაქსიმუმზე ასწორებ. კი. მაგრამ ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ზოგიერთი კუდი საუბრის მიდის დაბლა და ზოგიერთი ახალი შემოდის ის და მაგი არ ვიცოდი. ნახე ძალიან კარგი არხი აქვს. Kurt Justice თუ რაღაცა თუ Just Kurtis, Jude Kurtis რაღაცა ეგეთი აუდიო ინჟინერიაზე აქვს ძალიან ბევრი ეპიზოდი და მან ნახე რომ არსებობს თურმე loudness ნორმალიზაცია, რომელიც არის broadcast სტანდარტი და როგორ უნდა მოხდეს ხმის ნორმალიზაცია YouTube ვიდეოებისთვის, ტელევიზიისთვის და ასე შემდეგ, თორემ მანამდე ვასწორებდი ამას ხელით.
ანუ waveform-ს ვუყურებდი და ხელით ვასწორებდი აუდიო რაღაც კატასტროფულ რაოდენობა დროს ხარჯავდი და ერთი სტუმარი მყავდა, რომელსაც ჰქონდა ჩვევა, რაღაცნაირად იწყებდა ლაპარაკს და მე ესე მილეოდა და ესე ბოლოს ამთავრებდა ეს დადებას და აი ამან მომკრა და აი ყველა კუდი გავასწორე ისე. და აი ძალიან გამეცინა რაზე, იცი რა, ამ ეპიზოდზე იმდენი დრო არ დამიხარჯა არც ერთ ეპიზოდზე. საათი დავჭერი იქიდან, მაგრამ აი არ ვიცი, მომკვდი კინაღამ, იმიტომ რომ ერთი ღილაკის დაჭერი. აი გავიდა გეტყვი რამდენი დრო, ერთის 4 საათი ვარედაქტირებდი რა, ჩავაკვდი რა და ამა ხომ მოისმნა და ნახე თუ რა კაი საუბარი მწოდნია და შენ რა გითხარი, სულ შენ წოდი. აი ამ ხელებით ამ მაუსის და ამ კიბორდით. ბიჭო, მე მუსიკის ჩაწერაში ჯგუფების და იმაში ძალიან ბევრია ესეთი აფორიზმი ხოლმე, რომ აი თავიდანვე კარგად ვარ ჩაწერე სიგნალი. შენ იმას ეფექტებით ვერ უშველი და იქ იყო მთელი ერთი პერიოდი, აი 2000-იან წლებში ძალიან პიკი იყო მაგის loudness war ქვია მაგას. ანუ სხვადასხვა სტუდიებმა დაიწყეს CD-ებზე აი ხმის აწევა სამ არავინ სუბოლოში და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმებზე, რომ ეს კომპრესორები რა არის და ეს ლიმიტერები რა არის და ყველაფერი იყო მაგაზე, რომ აი უწევდნენ სუბოლომდე და მე ყველა ჯგუფის საუნდი ძალიან დაიმსგავს ერთმანეთს, იმიტომ რომ იმდენად იყო ეს დაკომპრესებული, ხო რომ აი უკვე ძალიან მშრალი ეს ეგრეთ წოდებული ჯიჯიჯი ძალიან მშრალი საუნდი გახდა. მე ძალიან მოწეს რაღაც ვიდეო არის ეს ტიპი ამბობს, რომ მე აი ამ რომელ გამოცდილებას ხმარობ და აი ამასო, მაგრამ ეს უფრო მიყვარს, ეს უფრო კარგია და რატომო და ამასო სიმძლავრე 1000-მდე ემატებაო და ამას მარტო 9-მდე. და ეს რო პირობითი ერთეულები. მაშინ არის ესეთი ფილმი This is Spinal Tap. არის და ეს არის ფსევდო იმაზე როკ ჯგუფზე, რომელსაც აქვს ტურნე ამერიკაში ვითომ და ისინი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობენ მთელი ფილმი და ის ჩვენი signature გამაძლიერებელი გამოუშვითო, რომელსაც ხმა ემატება 11-მდე. ესე ხა. იყო სხვადასხვა ერთ-ერთი რაზეც შეიძლება მიაქცია ყურადღება, ანუ იმას უნდა მიხვდე რა რისურს ჭირდება, ანუ თუ ინტერვიუებს აკეთებ, ორი მიკროფონი ჭირდება ალბათ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მაგიდაზე დადგა მიკროფონი სინამდვილეში, მაგიდაზე, აი ვთქვათ 1 მეტრი დაშორებული მიკროფონი თუ იღებ შენ ხმას, გაცილებით უფრო დომინირებს მაშინ ხმაურები და აი ეკო და რაღაც ბევრი რაღაცა ნაგავი მოყვება მაგ სიგნალს. და თუ პირთან აგავს მიკროფონი, ცუდი ხარისხის მიკროფონსაც კი, ნორმალურად იღებს ადამიანის ხმას, იმიტომ რომ აქ არ გჭირდება შენ, მაინც და მაინც ეს ვოკალური რაღაც ოპერტონების და იმის გადაცემა, არა, შენ გჭირდება უბრალოდ ჩვეულებრივი გარჩევადი ტექსტი, ხო? პოდკასტისთვის, რადიოსთვის, ხო? ამიტომ ორი მიკროფონი ალბათ მინიმუმია თუ ინტერვიუებს იღებ, თუ მარტო ხარ ერთი რეკორდერი გეყოფა, მუსიკას თუ იღებ, მაგას სხვა ის არის და არის აი მოდელები რამოდენიმე რეკორდერის, რომელსაც თქვათ აქვს მიკროფონების შესაერთებელიც, თავისი მიკროფონებიც აქვს და 2 არხი, 3 არხი, 4, ну 3 არა, 4 არხი, 6 არხი, 8 არხი ამას ახლა აი აქ რაც დევს მაგიდაზე. ამას აქვს 8 არხი. მთელი ორკესტრი 6 ინპუტი აქვს, მაგრამ ფორმალურად 8 არხი აქვს, იმიტომ რომ კიდე იმას მიქშავს. ну 6 შესასვლელი აქვს. 6 შესასვლელი მე მაგალითად ყოფნის აი კი თავზე საყრელად და თან ამაზე უფრო ძვირიანიც არსებობს. ის მინდოდა სულ, ანუ ძალიან მინდოდა იმის ყიდვა, მაგრამ მე მივხვდი რომ აი ეს ბატარეა იმდენად მეკომფორტულება, რომ უბრალოდ სისულელია, ანუ მეწოდინება რომ ის ჯობია რაღაცეებში, მაგრამ იმისთვის ორჯერ უფრო მეტი რაღაცა უნდა ვატარო ჩანთით ვიდრე ამისთვის და თან ამას ახლა თანამედროვე თაობას რეკორდერების, სალკე ხმის რეკორდერებს აქვთ. კიდე ცალკე ბონუსი აღარ ხმარობენ ძველ კონვერტორებს 24-ბიტიან 32-ბიტიან კონვერტორებს ხმარობენ რაც იმას ნიშნავს რომ გენის აწევა არ ჭირდება ანუ პირობითად რო ითქვას აი რაც არ უნდა ხმა მაღალი ხმა იყოს და რაც არ უნდა ჩუმი იყოს კომპიუტერთან რედაქტირების დროს გამოასწორებ მაგას ამიტომ უფრო ძვირები ღირს ეგენი მაგრამ გაითვალისწინეთ რომ 32-ბიტიანი ჩამწერი თუ გაქვს კიდე -1 შეცდომის დაშვების საშუალება გაქვს, უბრალოდ +1 შეცდომა შეიძლება დაუშვა. საერთოდ არ იფიქრო იმაზე, როგორ არის გასწორებული. მე ნაუდის ნორმალიზაციას გააკეთებ და ჩვეულებრივად ჩაიწევს ყველაფერს.
ოკეი. ანუ თქვათ აი რა დაგჭირდება ის რო აი თქვათ არ იყო ძალიან ერთ პოდკასტი რო კონდეს აი იგივე ხარისხი რაც დღეს არის სტანდარტი. მაგას არ ვიტყოდი, მე ვიტყოდი იმის და მიხედვით შენ რა გიყვარს აკეთო. შენ თუ გინდა რომ აი პროსტა დააჭირო ვიბაქს და გამოუშვა პოდკასტი. აი მაგაზე არ ვიძახი, იმიტომ რომ ხა ბევრი პოდკასტია და იმ სფეროში რომ შეხვიდე არის რაღაც მაინც ბარიერი, ენტრანსის ბარიერი. და აი რაღაც მინიმალური ხარისხი უნდა უზრუნველყო. ანუ სტუდიაში ორნი როზე ხარ თუ სტუმრების აუცილებელია თუ კომპიუტერთან თუ ზიხარ მარტო. იმიტომ რომ აღარ кайხანი არ მსმენია ერთკაციანი პოდკასტები, მე მგონი აი შეათო. არა, მაგრამ ონლაინ რო არის მეორე ადამიანი რომ შემოწ მაგათები ბევრია. ანუ ხო, კი. მაგისტვის ანუ შენ თუ ანუ რეალურად ამ რეკორდერის პრობლემა ისაა რომ მე ონლაინ ვინმე რომ შემოვიყვანა რაც არ უნდა კარგად ითერდეს ეს იმას თუ ცუდი მიკროფონი აქვს მე კარგად ვერ შემოვიყვან რა მაშინ იმას უნდა გავგზავნო რაღაც ალგერაკო შეგიმცირდება სტუმრების რაოდენობა რაღაცნაირად არა შეგიმცირდება რა ხარისხს ამის ხარისხი არ გასაზღვრავს იმის მიკროფონს რა შენ ანუ აქვს Rode აქვს მოდელები USB მიკროფონების რომელიც ძალიან ნორმალურ ხარისხს გაძლევს და არ არის საჭირო XLR-ები იხმარო მე XLR-ების ახლა ნერდი გავხდი და უბრალოდ ბევრი იაფად ვიყიდე თქვა მიკროფონი მაგიტო მიჩევნია ეგეთი მქონდეს მაგრამ შეიძლება და USB თუ მარტო ერთი კაცი უნდა ჩავწერო კომპიუტერთანვე მაშინ USB საკმარისია თუ ბევრი მიკროფონი წერო XLR ერთი მიქსერი არა რეკორდერი დამჭირდება ანუ ადრე იყო ხოლმე აი ტელეფონითაც კი ურეკავდნენ ვიღაცას და ტელეფონით ელაპარაკებდნენ და იწერდნენ იმას ის ტელეფონით რაც ლაპარაკობდნენ ანუ თაისე ინტერვიუები და რაღაცეები იყო ამისთვის ოღონდ ეგეც არ ვიხმარდი უფრო მეორე მიქსერი მაქვს რომელიც დაყიდი ის კომპიუტერთან მაქვს შეერთებული და როცა წერ სახლიდან ეპიზოდს ამას არ ვაერთებ ამ მიკროფონსაც არ ხარ იქ თავისი მიკროფონი მიდგას Zoom-ით ვიწერ ძირითადად და შემიძლია Zoom-ით ჩავწერო უბრალოდ Zoom-ში ვებკამერა სულად შედის ცოტა ანუ ვებკამერა უფრო დაბალი ხარისხით ანუ 4K ვებკამერებიც კი OBS-ში ხსნიან მარტო თავის პოტენციალს რა არის ეგ OBS არის open ანუ ღია open broadcasting software თუ რაღაცა ოკეი ანუ უფასო პროგრამა არის. ანუ თვითონ გადაცემის დროს ის უფასო პროგრამა, რომელშიც შენ შეგიძლია და აი ისე აწყო ფრეიმი, როგორც გინდა, აი გიფით, ფონატი გაშებული. ერთი კამერა აქეთ ჩასვა, მეორე აქეთ ჩასვა, მიკროფონები ისე აიჩი, როგორც გინდა და ისე ჩაიწერო კარგ ხარისხში, პირდაპირ full HD და რაღაცნაირად იქ აი OBS-ში შეგიძლია შეიყვანო 4K სიგნალი ვებკამერიდან და სხვა აპლიკაციებიდან Full HD-ზე მაღალი არ შედის. არ არის ეგ ხო აუცილებელი მე როგორც ხვდები. არ არის აუცილებელი, მაგრამ როგორც მაგას რო გადააკონვერტირებ Full HD-ში უფრო კაი ხარისხია. ხო, კაი. ანუ მე მიყურებია ძალიან ბევრი იყო ხოლმე ეს COVID-ის დროს დაიწყეს სხვადასხვა კონფერენციები, სემინარები ისინი მაგებს უყურებდი ხოლმე და ის იყო უბრალოდ ის პანჯარა სადაც იყო ის და მე speakers აძლევდნენ ხო მთელი მაშინ დაიწყეს იმების აღმოჩენა ეს მტკვარ არაქსის რაღაც კულტურების ახალი რაღაც ისინი აღმოჩნეს და მაგებს ვეძებდი და ნუ არც ერთ მაღალ ხარისხის რაღაც history channel-ი ხო მთლიანად უცხო პლანეტელებზე გადავიდა და ეს BBC ხო იმ თავის British Museum-ში მოპარულ რაღაცეებზე უშვებს მარტო რაღაცეებს და აი ეს რაღაც ახალი იმების მოძებნა რო დავიწყე მივედი რომ ეს ერთადერთი წყარო რომელიც იყო აი ყოველ მხრივ კარგი ხარისხის გარდა იყო ესეთი ვიდეო ლექციები სადაც უბრალოდ სემინარს 1 საათიან ლექციას ან სემინარს იწერენ მაგრამ ნუ მანდის პრობლემა იყო რომ თავიდან იყო ეს რაღაც ფანჯრები როგორც Zoom call-ის დროს რაღაც ისა და ნუ მე იმას უშვებდნენ უბრალოდ პრეზენტაციას Zoom-ი ყველაზე ადვილი software არის ამაში რომ გააკეთო ეს პოდკასტი რა. იმიტომ რომ Zoom-ს ახლა გაუჩნდა ოფცია მონიშნო ისა კარგ ხარისხში მინდა ჩავწერო აუდიო და კარგ ხარისხში მინდა ვიდეო სიგნალი თქვა გადავცე. ეგ შეგიძლია მონიშნო და არის კიდე software-ები რომლებიც ცოტა ფასიანია, მაგრამ ის ავტომატურად აკეთებს რაც გეუბნებოდი, რომ ისა იმ კომპიუტერზე წერს აუდიოს სუფთად. ამ კომპიუტერზე და კოლის შემდეგ გადაკაჩავს იმის კომპიუტერიდან თვითონ ამ სოფტის საშუალებით
ამ აუდიო ფაილს თავისთან. მაგრამ ანუ ის გაუშვებს პროკასტერ თუ რაღაცა სხვებთან, ხო, სხვებთან გაუშვებს ჩვეულებრივ სიგნალს თუ რაღაცა ისე და ლაპარაკობ, ხო, მაგრამ ბეკაპები აქვს ჩაწერილი ლოკალურად და მე შენთვის დასარედაქტირება ამ ბეკაპებს დაკაჩავს, რომ ანუ ან ხო, ანუ ეს ვინც არის იმის დამფუძნებული ჰოსტი, ხო, ეს მაგას უნდა ქონდეს რაღაც სისტემა და ის ნეუმას ჩაუწერს. მაგრამ ნუ ეს ლიცენზირებადია და ცოტა ის პრობლემაა. OBS-ის პლუსი სენდვიჩი Zoom-თან შედარებით ის არის, რომ ნუ დროითი შეზღუდვა არ ექნება თუ უფასო Zoom-ზე ხარ და მეორე არის ის, რომ შეგიძლია ამავე ფანჯრიდან დასტრიმო YouTube-ზე პირდაპირ live-ი. აი თუ live-ების სტრიმა გინდა, მაშინ OBS-ის გარდა ვერაფერს ვერ იზავ. თუ live stream არ გინდა OBS-ი შეიძლება არ ჭირდება არაფერში. კაი. მაგაზე ისა და ის მომავალში, ხო. რა ვქნათ? მომავალში რა ვქნათ? live stream-ი გავაკეთო. სისტემატურად გვინდა სულ, მაგრამ ვერ მოვაბით თავით. თან ის არის, რომ დალაგებულ ქვეყანაში ივიზავდით რა, მაგრამ ის იმდანაც რაღაცა უცნაური რაღაცები ხდება ხოლმე, რომ მე მაგალითად კვირები ისე გადის, რომ გინების გარდა არაფერი არ მინდა. ანუ ვერც უკრავ, ვერც მუშაობ, ვერაფერს ვერ აკეთებ და ნუ საბოლოო ჯამში იმედია დაწყლანდება რაღაცნაირი სიტუაცია და შევძლებთ აი სისტემატურად შევხვდეთ მაინც ან hardcore ან light. ის მაგალითად live stream-ები არა, მაგრამ აი თქვათ Q&A-ებს ეს ძალიან პოპულარულია. Live stream-ი შეგვიძლია სინჯად იცი ერთხელ. ანუ ეხლა როცა დააყენებ მაგას, კამერას თუ გააკეთებ. ან უყურე 3 საათია განსხვავება ჩვენ შორის იქ როცა ცხოვრობ და ან აქ რა თქმა უნდა აქ არის ჩვენი მაყურებელი და დავარქვათ შაბათის დილა და შაბათის დილის დასტრიმა და შენთვის შუა დღე არის. ხო რა არა პირიქით საქართველოს წინ არის. ხო, მაშინ მე დილს 5-ზე უნდა. მაშინ არა, ნუ ხო. მე უფრო ღამურა ვარ რო რამე ვიდრე შენ, ასე რომ შეიძლება პირიქით გამოვიდეს უფრო კარგად. კი. არ დილით ვადგომა უფრო მიჭირს. თან ზაფხულში ნაკლებია. ხო, კი, ზაფხულში 2 საათი. ანუ რამდენად საჭირო არ ვიცი, იმიტომ რომ ის გავრცელდა ახლა Q&A ისინი და რაც თვეების განმავლობაში ტიპები აგროვებენ იმებს შეკითხვებს და მე უბრალოდ სიას სცემენ და იქ ეს წერია მე კითხვების სია და ეს მიყვარს ხოლმე ეს ვიდეო, იმიტომ რომ მთლიანად ის საათნახევრიანი არ მაინტერესებს ხოლმე მაგრამ კითხვების სია რო წერია მე უბრალოდ იმ კითხვებს უსმენ ხოლმე რაზეც იმ ადამიანს აზრი მაინტერესებს და ეგეთი რამე რო გავაკეთეთ. ეგ შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ იმდან პასიური მსმენელი ვიყავს. ჩვენი პასიურობიდან გამომდინარე, ჩვენ სისტემატურად ვრავდებთ ამებს. კი. 1-2 ადამიანი ვიცავ შეკითხვას, მაგრამ ხო არ ვიცი. ანუ ჩილაქსის ის არის ეგ არის მაგაში მდგომარეობს ზუსტად რომ ხო კი ანუ მართლა მე ის არის ეგ საფრთხე მე მაინც აგვიქვა მაგას როგორც საფრთხეს იმიტომ რომ რაღაც ეფექტური გრაფიკი შეგექმნება აზრი რომელსაც ვერ დაიცავ და მე რამოდენიმეჯერ განიცდი ესეთ იმას setbacks რომ შენ უნდა დაგედო აი მაგაზე ყველაზე მე რაც ნერვიულობ ხოლმე ჩვენ პოდკასტთან დაკავშირებით როცა გამოდის ხოლმე რომ 1-2 კვირა დაგეგმილი გვაქვს ჩაწერა მაგრამ ვერ წერთ იმიტომ რომ ან 1 საათი გვიან მოვალ ან რაღაცა საქმე მაქვს და მე ჩემი სტრესის დონე დაიწყებს ხოლმე და ეხლა მით უმეტეს მაყურებელი რო გელოდება მით უმეტესაც ეხავს ამიტომ მე მგონია რომ უნდა განვახორციელოთ ის რომ აი გავაკეთეთ ეს პრეზენტაცია და ეს გაუშვათ ხოლმე და ვიბაზროთ იმის ფონზე აი პრეზენტაციები არ მომწონს არ მოგწონს კაი მაშინ დავიკიდოთ პრეზენტაცია მაინც სტატიკური ვიდეოა ანუ ვიდეოში სტატიკური სურათია და რა ოკეი არა მართალია თან ტელეფონზე რო ის მაგის დიდი მინუსი ექნება ვინც გისმენს სურათის ჩაკერება ოკეი არის შეიძლება ანუ რო ვქნათ ისეთი რაღაცა რო აი გავაკეთოთ რაღაც ისა და მე იმის ტექსტის მომზადება ალბათ სცენარის არა მაგრამ რაღაცა აი უფრო დაპუნქტო უფრო წვრილად დაპუნქტო იმიტომ რომ ეხლა გვაქვს ჩვენ ხოლმე 2-3 პუნქტი რომელზეც ვლაპარაკობთ ნახევარ საათი ყველაფერს დამატებით საგან ხო კი ვიზავთ მე ხა დავიწყე ცოტა სხვა პოდკასტის კეთებად არ ვიცი რა მივხვდი რომ მეცნიერება ყოველთვის ის არ ეხება უფრო პოლიტიკური თოქები ვიზარეს ეს თანაკვეთა პოდკასტი
და იმაზე მივხვდი რომ აი იმაზე თუ არ ვილაპარაკე ან აქ უნდა შემოვიტანო ძალიან ბევრი პოლიტიკა ხო რაც შეიძლება ცოტა ხალხს ეხამუშოს არა მეცნიერებაზეა და მაგრამ თუმცა პოლიტიკაზეც მინდა აქ რაღაცა მეგოს და კიდე ერთი პროექტი მაქვს რომელიც ძალიან მინდა გავაკეთო მე მივხვდი რომ არა გვაქვს აი რატომ რაღაცა by default მე ვთვლი რომ დემოკრატია უკეთესი წყობა არის ვიდრე თქვა მონარქია აი ეგრე მგონია by default ავით ძალიან მგონია ისეთი რომ კონკრეტულ წრეებში შეიძლება ხალხი რაღაც ფიქრობს ხომ არის რაღაც სისტემა რომელიც არის ერთი და იმის დეტალების გასწორებაზე მუშაობს ხალხი და ესეთი არჩევანი რომ მონარქია და რაღაცა ესეთი მე მგონი არ არსებობს ხო მაგრამ მე არ ეხება იმას ხო ხო მაგრამ სისტემების გარჩევა კი კაი მე დავიწყე იმაზე ფიქრი რატომ აქვს ეგრე და რატომ აქვს ეს იმის გამო რომ brain wash-ი არა brain wash-ი არა ანუ იმის გამო რომ თქვა და ძალიან შთამბეჭდა თავის პუტარქმა პუტარქეს ნაშრომებმა მე თქვა ძალიან იმოქმედა 12 კეისრის ცხოვრება ეს ძალიან მომეწონა და აი ესე ტიტლივი Livius ხო ეგ არის საერთოდ აი პროპაგანდისტის საოცრება არის რომ აი გინდა მაგას კითხულობ და გინდა იყო რომაელი მაშინაც კი როცა თვითონ არ იყო რომაელი თვითონ არ იყო და თვითონ მონა იყო თავიდან თუ რაღაც არა ვითომ Livius-ის რაც ებრაელის არ იყო იქ იერუსალიმე რო დაანგრიეს ის მე იქ არ მახსოვს ეგ აიყვანეს და ხო მაგრამ თვითონ ტექსტი ეგ არ ვიცი შეიძლება 2 ცენტურიონი ადგა თავზე შუბებით რა ტექსტი არის ისეთი რომ აი გაგიჟდები რა და მე ხვდები რომ ქართულად დათარგმნიც არ არის ეგ რა ანაბასისებს კითხულობდა რაღაც ხო და ქართულად რო არ არის დათარგმნი მივხვდი რომ ბიჭი თარგმნა მაგისი არ ამგონია ეხლა ჩემი მხრიდან კარგი იდეა მაგრამ ანუ ისტორიკოსი იყო მე მგონია ეგეთი ძალიან საინტერესო პროექტი შეიძლება გაკეთდეს. თავებად დავყო, ანუ წავიკითხოთ, და ჩემი ენით მოუყვე შეგიძლია რა ხდებოდა. ის რაღაც ისტორიულ ციგნებში პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც შეიძლება არ გაინტერესო, რა ვიცი, რაღაც ფლავიუს მანილიუსი რო იყო მაგისი ძიძა ბაბუის მხრიდან, რა ვიცი რა შურიუს კამილუს. ანუ არ მაინტერესებს, მაგრამ ხო და მგონი ერთი სატესტო მქონდა გაკეთებული, უბრალოდ მაინც გჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და სტრუქტურირება რა იმის ამოწერას და კითხვაზე და ან სწორედ რო გადათარგმნო თანამედროვე ენაზე არა სწორად არ გჭირდება ანუ შეგას მაგიერ და იყოს ფორმა დემოკრატიას ვინ იყო რომ დემოკრატიას ან დემოკრატია არის ყველაზე კარგი იმიტომ რომ ყველას ეყოლება მონა მაშინ დემოკრატიის პირობებში ყველას ეყოლება ორ-ორი მონა ხო და ხო ეგ სოდაშეს ძალიან კაი პოდკასტი არის იმაზე ისტორიაზე და ფილოსოფიის ისტორიაზე და იქ არის არისტოტელე რანაირად შეძლო არისტოტელემ რომ ერთი მხრივ ამ თავისუფლებას აწვევოდესა და მეორე მხრივ ამბობდესო რომ მონები ოკეი ხო და მე რაღაცა კულტურულად რომ აი განსხვავება რატომ არის მიიღებოდა და ასე შემდეგ მაგაზე იყო ლაპარაკი ძალიან ადეკვატურად გიხსნიან რა ხდებოდა სენსორში იმის შეხედულობაში მაგრამ ოკეი იდეა ეს იყო რომ ნახე მე ეს ტექსტი ავიღო გადავათანამედროვო და მე მოვასმენო ვინმე ისტორიკოს რომელიც ამაზე იტყვის რევიუს აი ოკეი ეს წერს მაგას მაგრამ აი შიგით რეები ხა ისტორიული თვალსაზრისით რეები იქნება აი ესეთი რაღაც ტანდემი თუ შევკარგე ეს არის YouTube-ზე გადაცემა History with You თუ რაღაც ქართულ ენაზე ხო ჩემო კარგი არა ქართულ ენაზე არ არის ხო აი იქ რაღაც ეგეთი რაღაც ის ხო და მივხვდი რომ აი დემოკრატიის მიმართ ისანი ანუ სულ ეგ მიჭდებოდა შეკითხვა იმას რო კითხულობ და ასეთები პუტარქეს იმაზე არა რომაელებზე არა ერთი სახელმწიფო აქვს იქ 30-40 სახელმწიფო და სულ იცი რომ ყოველთვის თავდება დიქტატურით და ყოველთვის მე ამის კრახით ანუ რაღაცა ეგეთი არკა უნდა შეიკრას თითქოს ყველა სახელმწიფოში და სულ ფიქრობდი აი ჩვენთან რატომ არ ხდება ეგრე რატომ და აი როგორ არ ხდება და ერთ სოქს მოვისმენე ძალიან კარგს რომელიც ამბობდა რომ ცივი ომის გამო იყო ეს გაყინული იმდან დიდი სტრესი იყო ცივი ომი რომ აი მან ევროპაში ეს პოლიტიკური რაღაცები გაიყინასავით და საერთოდ ომის ლეველი ცივი ომის დროსო კონფლიქტების ლეველი იყო ანომალურად დაბლაო რა და მეორე ის არის რომ ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში არა ვართ იმ გაგებით რომ ბერძნული დემოკრატია ძალიან ბევრ რაღაცას არჩევნებით კი არ წყვეს მარტო
არამედ წილის ყრის თემითაც რა თქვა. კი. 10-ნი შევიკრიბეთ და თქვით რომ აი 10-დან რომელიმე უნდა გახდეს პრეზიდენტი და იმის მიხედვით კი არა თქვა რომელმა უფრო კარგი საარჩევნო კამპანია არა აუგურები 10 მეტაკლებად ერთაერები ხართ და რა ვიცი და რომელიც არა პროსტა წილს ყრი და ესა შენი ჯერია და ოკეი შენი ყავი იმაზეც ხო არის იმან რო თქვა იულიუს კეისარმა რო ისინი გადაყრილია რა ქვია წილინაყარიაო ხო ანუ ეს იყო ის სამხედრო ისა მეთოდი მათ ჰქონდათ ოფიციალური ის ყუთი სადაც იყო ეს წილები იმის და იმებს ყრიდნენ ხოლმე რომ მარცხნივ წავიდეს ჯარით მარჯვნივ და იმ დონეზე წყვეტდნენ ხოლმე და ეს მე წავიკითხეს ქსენოფონის ანაბასისი იმიტომ რომ საქართველომდე მოვიდნენ ბაბილონიდან მოვიდნენ საქართველოს მაინტერესებდა რა დაწერეს და იქ ყოველი რაღაც ოპერაციის წინ ისინი აკეთებენ იმ ლიბაციებს ანუ პატარა არჩევნები აქვს არა ღვინის გადასხმის ცერემონიაა და იმ მკითხაობის წილებს ყრიან და იმის სანამ არ გამოვა ის დადებითი რომ აი იმათ ხო აქვს თავისი გეგმა, მაგრამ თავის გეგმას ბოლომდე არ იციან რაც უნდა ქნა. არა, ხო იციან რაც უნდა ქნან, მაგრამ ელოდებიან რაღაც კიდე დამატებით ღმერთებისგან ნიშანს, რომ ის განახორციელონ, იმიტომ რომ იმ მომენტში ფიქრობენ, რომ იმ მომენტში გამოვა, იმიტომ რომ ის რაღაც და იქამდე მიდის რაღაც ეს აბსურდი, რომ რაღაც მომენტში მიდის ორაკულთან ეს რაც არაფერი ეს წილები ცუდი გამოდის ყოველდღე გამოდის თუ დაიღალა ეს ამიმეებით რა იმებს წილების ყრით და მე მივიდა იმ ორაკულთან და ეკითხება რა ვქნათო და იმან თქვა რა ზევსაც იმას ქენითო რა და იმან თქვა ვაიმე როგორ გამომჭარ მთავარი რაც იყო ეგ დამავიწყდა და ხო ეგეთი კაი მეთოდია ხო ამბობენ ესე რომ ის მონეტა აგდეო და ჩამოვარდება მე გადამოწმეო არა მე მიხვდები გინდა იმის გაკეთება თუ არა მე მასე ვაკეთებ კი ესე იმებში ვარჩევდი ხოლმე მე მასე ვაკეთებ მონეტას ავაგდებ და უკვე როცა გადაწყვეტილება მიღებულია სამითო მე ვფიქრობ რომ არა მაგის გაკეთება არა უბრალოდ ამ პირიქით ხო მინდოდა კი ხო ეს კაი მეთოდია ხო ავაგდეთ. აი ეგეთი რაღაც ისენი გვაქვს, ესე გამოდის რომ აი ეს რაღაც პოდკასტ თანაკვეთას ვაკეთებ. აი ამ პოდკასტ მინდა მაინც დაჩეს ფიზიკაზე. ეხლა შემხვდა ასტრონომი, რომელიც ამბობს რომ მეფე მირიანის მზის დაბნელებაზე მინდა გადაცემა. აუ მაგ თარიღს ვეძებდი ძალიან დიდი ხანი კონკრეტულად რომელ დღეს და რაღაც არ ემთხვევასავით რაღაცნაირად, აი კაია, ხო. დაინტერესებს. აქ ჩავწერო ოღონდ ალბათ და ესე მითხარი რაც არ დაეთქვა. თუ ბევრი შეკითხვა მაქვს მაგ თემასთან პერიოდი. თუ დაწერ. საინტერესო. კი. ამან თუ იცის პასუხები, ძიასას გაუგზავნე რა. კი. ხო. ნახოთ. ან თვითონ იმ მირიანის მეფობის ანუ რა თანამდებობა ეკავა სინამდვილეში აი მეფე ბევრ ამას ხო აი ეს ასტრონომია ხო კი ბატონო ანუ რაშუაში კიდე ამიტომ რომ კონსტანტინე დიდსაც დამართია იმ ვლადიმერ დიდსაც იმის კიევის რუსეთის მთავარს და ანუ ეს იგივე ეპიზოდი მომხდარა ბევრჯერ ანუ ისინი მართლა რაღაცებს აკეთებდნენ მზის დაბნელების დროს თუ ეს რაღაც მითი იყო ეგეთი რაღაცები კი დავწერ კაი ეგ მაგარი ისე შეიძლება მე ისტორიკოსის დაპატიჟე მაგ გადაცემა კი აი ფარნავაზებს და ვიღაცებს კიდევ ვინც იცის მოილაპარაკოს ანუ ყველაზე ხო გასაგე ამიტომაც ის ჩვენ გვერდზე რაღაც ის ძალიან ნერდ მოერთხელ თორჯერ მინდოდა რაღაც თემის შერჩევა რომ დამედო Facebook-ზე ისა მაგრამ ნუ მივხვდი რომ იმ ფონზე რაც ახლა ხდება ვის საინტერესებს ის რაღაც ასტეროიდიდან ის რომ ჩამოიტანეს იაპონელებმა მტვერი და რომ გახსნეს სამწუხაროდ ის იყო ჰერმეტულობა დარღვეული იყო და სამწუხაროდ ის ანუ თვითონ მასალა დარჩა მაგრამ ნუ არ არის მთლად იმ პირობებში რაც იყო მაგრამ მაინც ვიცით რისგან არის ეგეთი რაღაცები ხო ნუ ეგ ხშირად მომხდარა ეგეთი რაღაცები კიდე ჩამოიტანენ ხო კი და ახლა ის დიდი პოლიტიკოსი გახდა ჩვენი საყვარელი ილონ მასკი და მაგის ის წავიკითხე ისტორია როგორ გახდა რაკეტების გურუ და ეს მაგის მხოლოდ შეიძლება რამე ახალი გაიგე მაგით
კი. ანუ ვის ორი ტიპის იდენტიფიცირება მოვახდინე, ვინც ეგ შეიყვანა აი მაგ თემაში. და ის ორივე არის დაკავშირებული რაღაცნაირად ამ სამხედრო კომპლექსთან. ისინი და მე მგონი მაგათი ხათრით ხო არ გავიდა იქ ხლა თავს თანამდებობაზე. მე ვნახე ძალიან საინტერესო ის იყო გადაცემა რომ ისა Starlink-ი რო არ ქონდა Elon Musk-ს. ზემდელში ამდენი ამ რაოდენობით შეკვეთა არ ექნებოდა SpaceX. და სამდვილეშიო აი ეს ორი ერთად რო გამოვიდა. აი Starlink-ს როცა გაუშვეს ბოლომდე მე ვნახოთ რომ რაც დაიწყებს მაგრამ Starlink-ის გაკეთებას 70-იანი წლებიდან ცდილობენ. ანუ ეგ შეკვეთა იყო უბრალოდ რომ ამან მიიღო ხო ეგ საინტერესო ეგ არის მაგ იმაში ზუსტად ერთ-ერთი ტიპი მაგის სპონსორი კი არა და გურუ თუ რაღაც გინდა დაარქვი მაგ თემაში იჯდა და ალბათ დაეხმარა. ელი შეუწყო. ხო. კაი ხო. ანუ ხარისხი ამაღლდება ჩემი მხრიდანაც მე ამ იმას პირობას ვდებ. ხო, აი ვებკამერა თუ გასწორდა, მათ კარგი. და ინტერნეტი მაგარი მაქვს ჩქარია ძალიან და ანუ აღარ იქნება წესით პრობლემა რა. იმედია. ამ მომენტულ ნოტაზე, კი დაღლილ ნოტაზე რაღაცა დავიღალეთ დღეს. ხო, რაღაც ის არის რომელი საათი. მე სან გუშინ ცოტა მოვიწამლე და ვერ ვარ მთლად ეს აქტიურ ნახევარი ენერგიზერ ფორმაში. იმედია მთლად არ მოიწყინეთ. ესეთი გამოვიდა ჩვენი მე-100 ეპიზოდი ტორტის გარეშე, იმიტომ რომ მე დიეტაზე უნდა ვიყო. კი არა და ვერ არ ვიშოვეთ. ხო. ვალენტინობის დღეს უნდა დავყვათ ტორტი. ვარდები, ვიღაც აქ ხარ ვალენტინობაზე? აქ ხარ ვალენტინობაზე? ხო, სამწუხაროდ ვიყიდე ჯერ ბილეთი და მე მოვწვირო ვალენტინობა და მეუღლეს მოუხადე ბოდიში. მაგრამ გაპატიებო თქვა, წათი. რაღაც ის იყო, ჩამოსვლის პრობლემა, რაღაც აირია ყველაფერი და 2 წელზე მეტი იქ ვიყავი სუიჯიქი და სტაკაიო ჩამოვიდი. ხო. იმის მერე რაღაც 2 კვირა აქ ვარ და ჯერ აკლიმატიზაცია რაღაც ისა. ისნე გადავეჩვია ტემპერატურების ცვლილებას და ხან ცხელა, ხან ცივა, ხან მეძინება. მე მახსოვს პოლონეთში რომ მოხდი და მაგათი ზაფხული ვნახე, ანუ აი ეს დადიხა ხუდიში დადიხა ზაფხულში, მაგრამ იქაურები დადიან აი მაისურებში და ვერ მივხვდი რა შეა საქმე და მე მივხვდი რაღაცნაირად აი რაღაცად გადაეწობე. მოგეთ ჩვენი 1-2 კვირა ჭირდება. საშუალო აი თბილი არა, საშუალო შემოდგომა არის იმათი ცხელი ზაფხული. მე იქ აღმოაჩინე ეს, როდესაც წავედი რაღაც ფესტივალზე და ერთი კურტკა მქონდა წაღებული წვიმა რომ მოვიდეს იმის შემთხვევაში. მე არ კარვით საქმე მთელის მქონდა მოვლილი და არასოდეს არ მეფიქრა რომ ეს ივლისი იყო, აგვისტო. ყოველთვის რაც მაისურით ვიყავი და მე ღამე რო აცივდა და გახდა 5 გრადუსი, აი მე მივხვდი რომ ჩანთაში ყოველთვის უნდა გედოს ჯემპრი. კაი, დამშვიდობთ მაყურებელს. დიდი მადლობა რომ გვისმენ. დიდი მადლობა რომ ეს მე-100 ეპიზოდი გადააგორეთ ჩვენთან ერთად, გაგვიძელეთ, ხო? დაგვესაშერეთ, მოგწერეთ. ფიზიკურადაც საქმე. ხო, ერთ-ერთი. შეხვედრამდე. მოგეთ, თავარი რაც არ უნდა გამოგჩეს, ის რომ დასაწყისში მართალია, ძალიან დიდი ხანი ცვენა და მხარდაჭერის თხოვნასავით, იმიტომ რომ არასაკმაოდ პროფესიონალური რაღაცა გვარის ჩვენი მხრიდან, რომ კიდე დახმარება ვისხოვოთ. მაგრამ მე აი დავამატეთ რაღაც პატრიონის და ჩარიცხვის საშუალებას და გამოგვეხმაურა რამოდენიმე ადამიანი. ახლა თქვა ყავს 15 პატრიონი, ისიც იმის ფონზე, რომ აი ძალიან დიდი ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ ერთი მინდა განსაკუთრებით მოვიხსენიო, მათე სულხანიშვილი. საოცრად აი დიდად დაგვეხმარა განსაკუთრებით პირველ სტადიებში, პირველი რამოდენიმე წელი ეპიზოდის ჩათვალეთ, რომ მაგან დააფინანსა ამ პოდკასტის 2 წლიანი არსებობა სერვერზე, იმიტომ რომ აი მართლა თან მაშინ არ ელოდებოდი რაღაცნაირად და სულ იმას ვთვლით, რომ აუ რაღაც SoundCloud-ზე უნდა გადაიხადო ის საწერო და რაღაცა და ისე და ხო გიშლიდნენ იმ ფაილებს ძველ არ გიშლიდნენ, მაგრამ გიპაუზებენ ხო და 1-2 ჯერ მომივიდა ეგ და
აი ეს ადამიანი რამოდენიმე წელი ჩვენთან იყო, აი როგორ თქვა, ჩვენთან ერთად სირთულეებში, ჭირშიც და ხინშიც და ძალიან დიდი მადლობა მას რა ამისთვის. კი. და ყველას დიდი მადლობა, ვინც ხართ გვიჭერდა, აქ ჩამოთვლილი არის ხალხი, რომელიც ვასაბსკრაიბდება და მე ვთვლი, რომ რა ვიცი, მესმის რომ ესა შეიძლება რაღაც პერიოდი ასაპორტებ რაღაც არა, მაგრამ რა ვიცი, მაინც ყველას ვთვლი ჩვენ მხარდაჭერად, ვინც გაჩით და მაგიტომ არის Patreon-ზე უფასო თიერით დატოვებული, რომ თუ ვთქვათ მივხვდით, რომ ეხლა არ არის ადეკვატური, რომ ვთქვათ არ შრომობთ იმ რაოდენობით, რომ დაგვესაპორტოთ, უფასო თიერში გადადით და ყოველთვის იქნებით დასახელებულები ამ პოდკასტის მხარდაჭერებში, იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდი მხარდაჭერაა, რომ უბრალოდ გვადევნებთ თვალყურს და რაღაცნაირად გზნობთ ამ უკავშირს, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებთ. დიდი მადლობა.